გამარჯობა, თქვენ უყურებთ ჯაფარას პოდკასტს. შეგახსენებთ არხი გამოიწეროთ, ვიდეო და ლაიქოთ, სადაც სტუმარზე გადავალ. გეტყვით, რომ ჩემ ჩაცმულობაზე იზრუნა Daft Kim, ეს არის იტალიურ ქსოვილით დამზადებული მაისურები, ხელით შეკერილი, ეს ლოგოები აქაცთან გისერზეც არის ამოქარგული ასევე და მოკლედ ძალიან კარგი ხარისხის მაისურებია. ლინკი აღწერაში იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ სხვადასხვა მოდელები. ისეთი ის არის ჩემთვის ზუსტად ფორმა, როგორიც ხმარებაც მიყვარს და ხარისხი ნაჭრის რა და კიდე ასევე გვაქვს პრომოკოდი, რომელსაც მოყვა 20%-იანი ფასდაკლება, ეს პრომოკოდი არის მუსკულები. დაიწერება მუსკულები, იმიტომ რომ ჩემი მეორე პოდკასტი, ჩემი მეუღლესთან ერთად, რომელიც მაქვს იმას ასე ქვია, მუსკულები და გავაერთიანეთ, ასე ვთქვათ, ეს პრომოკოდი იქაც ასეთი გვაქვს და აქაც და მოკლედ შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ და ნამდვილად არინანებთ, ჩემი რჩევა იქნება მართლა გულწრფელი, რომ ცადოთ, მართლა კარგი ხარისხია. რაც შეეხება სტუმარს. Google ბურდული, მონაცემთა მეცნიერი, ხელოვნური ინტელექტი გვექნება დღეს თემა, სად არის დღეს რა დონეზე ვართ მისული ხელოვნური ინტელექტთან ურთიერთობაში და მის განვითარებაში, რომ მოვიკითხე, ვეძებდი სტუმარს ამ თემაზე, ესე შევარჩევით, მოვედი შენამდე, შემირჩიეს, რომ აი Google-ს გაესაუბრეო და დიდი პატივია, პირიქით, მადლობა მოწვევისთვის. მიკროფონი ეხლა აღმოაჩინა ცოტა შორსეულ. იმედია ის მოდახმა. მაგრამ იმის თქმა მინდა შესავალი გავაკეთო პატარა, რომ რაღაცა გძნობ, რომ ხედავთ ამას ყველა, რომ რაღაცა ეპოქა იცვლება. რაღაცა როგორც ადრე იყო, რაღაც დადგა უცებ დრო, რომ კომპიუტერის და ინგლისურის ეპოქა მოვიდა და ყველას უნდა ცოდნო და ეხაც დაახლოებით ეგეთ შეგრძნებაა, რომ რაღაცა დონის ურთიერთობა თუ არ გაქვს უკვე ხელოვნურ ინტელექტთან და არც როგორ გამოიყენო, თითქოს უკვე რაღაცა დროს ჩამორჩები. და ამ ბოლო პერიოდში, აი ბოლო 1-2 კვირა ალბათ ძალიან ბევრჯერ შემხვდა ესეთი ვიდეო YouTube-ზე და განხილვები, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რაღაცა ისეთი სიახლეები მოხდა, რომ ცოტა შეშინდა ყველა, რაღაცა AI-ის მამები ამბობენ, რომ მოდი ცოტა ფრთხილად ვიყოთ, რაღაცა ისევ ქმნით, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს, მაგრამ თან მეორე მხრიდან როგორი შეგრძნება მაქვს, იცი რომ აი თქვა 1 წლის წინ და კიდე უფრო ადრე რო გავიგეთ, რომ AI იქნებოდა, ისეთი ტემპებით წავიდეთ, თქოს რომ აი დღეს მეგონა რომ ცოტა უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებოდა AI-ს. თან ამას ვერ ვხედავ, მაგრამ თან მეორე მხრიდან მესმის, რომ ისე განვითარდა, რომ სერიოზულ საფრთხებს გვიქმნის. ხო და აი რა ხდება დღეს რაღაცა ეს მიმოხილვა რო გავაკეთოთ, რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე AI-ში, აი სად ვართ მისული და რა არის ის საფრთხეები ან რაღაც კონკრეტული სცენარები თუ არის, რაზეც ლაპარაკობენ. კი ბატონო. ხო, ნუ AI ბოლო ალბათ რამდენი წელს 2 წელს 2-ის მერე არის ესეთი ასე ვთქვათ hot topics, რასაც ვიძახით, ხო, იმიტომ რომ პირველად რომ OpenAI ეს გამოდგა ChatGPT-ის პირველი მოდელი, მაქედან დავიწყეთ ეს რომ Gen AI-ს რასაც ვიძახით, ხო, Generative AI-ს მაგ დროიდან იღებს ასე ვთქვათ სათავეს და შენი თქმის არ იყოს ძალიან სწრაფად განვითარდა, რაღაც რამდენიმე იტერაციაზე უკვე ძალიან ესეთი ხელშესახებად ძალიან ჭკვიანი მოდელი მივიღეთ და რაც უფრო მეორე კონკურენცია რო გაჩნდა, რომ პირველი ხა OpenAI-მ ყველას დაასწრო და Google-ის ყოფილი CEO მაგაზე გადაუდა ბჭყალებში, რომ ეს რა მეთოდოლოგიითაც გაკეთდა Generative AI არ უნდა გამოგვიდგა open source-ათან, იმიტომ რომ სხვამა დაასწრეს, ასე ვთქვათ, ამის გამოყენება და production-ში ჩაშვება, ასე ვთქვათ, მაგრამ კონკურენცია მერე მოგვცა ის, რომ გაიზარდა, ასე ვთქვათ, სისწრაფე განვითარების ამ AI-ის და შემდეგ milestone იყო DeepSeek-ის გამოდგმა, ცალკე, ხო, იმიტომ რომ ჩინელები როგორც ყოველთვის რაღაცები გადააკოპირეს და მერე open source-ად გამოდგეს, რაც ნიშნავს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს core რაღაც მოდელი, რომელიც გადატრენინგებად შეგიძლია მერე შენ უკვე ასე ვთქვათ, რაღაცა შენ ლოკალურ სისტემებზე. ცხადია, computational power იმდენად დიდია, რომ მაინც დიდი მოთამაშეები დარჩნენ ბაზარზე ძალიან, ასე ვთქვათ, ძლიერები და რთულია მათ კონკურენცია გაუწიო, მაგრამ ნუ იზრდება მოხმარება და დამოკიდებულება ამ ხელსაწყოებზე. და დღეს სადაც მივედით, ეხა ეს სტეპი არის უკვე
როგორ ვიტყვი რომ ამ chatbot-დან მიმოწერის ეპოქიდან გადავდივართ უკვე უფრო აგენტურ AI-ს, რასაც ეძახიან და აგენტური AI არის უფრო ავტომატიზირებული ტიპი, რომელიც უკვე არა შენ მიწერ და რაღაცებს პასუხობს, არამედ ავტომატიზირებულ რეჟიმში რაღაცებს აკეთებს. ანუ რაღაცა მაგალითად ძალიან პოპულარული გახდა ეგეთი, რომ დავისვათ AI თანამშრომელი გუნდში. და AI თანამშრომელი გუნდში ნიშნავს, რომ ეგეთი ერთ-ერთი მაგალითი იყო, მაგალითად, რომ ყოველ დილით ეს AI თანამშრომელი რაღაცა რეპორტს უგზავნის გუნდს, თან რამ Teams-ში ან Slack-ში მაგალითად, სადმე chat-ში რაღაცა გუშინდელის შესახებ რაღაცებს უყვება, აბა გვაქვს სიახლე, ამაში მოვიმატეთ, ამაში დავიკელით, რაღაც მსგავს და ან როგორც რაღაცა გუნდის წევრი, რომ რაღაც daily meeting-ზე რაღაცა introduction-ებს აკეთებს, ეგეთ სტილში შეუძლია უკვე რაღაც ტასკების კეთება. და ნელ-ნელა უკვე თან ეს ავტონომიურობა რას ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია ერთი აგენტი კი არ გააკეთო, ბევრი აგენტი გააკეთო და მე ეს ბევრი აგენტი პარალელურად ერთმანეთთანაც დააკონექტო, რომელსაც რაღაცა სუპერ აგენტს ან რაღაც მსგავს ვეძახით, რომელიც აერთიანებს უკვე კონკრეტული მიმართულებით ძლიერ აგენტების ასე ვთქვათ, ერთმანეთთან საუბარს რა. და საშიში ნაწილიც უკვე მაქედან გამომდინარე პრინციპში საშიში ის რაღაცა მე ცოტა სკეპტიკურად უყურებ ჯერჯერობით ამ AGI-ს და რაღაც ცნებებს, იმიტომ რომ ჯერ ცნებაც არ ვიცი თვითონ AGI რას ნიშნავს. ხო, AGI-ს განმარტება ესეთი ის არის და რას ეძახიან AGI-ს. ხო, ანუ რაღაცა general intelligence, რომელიც თითქოს ყველა ამ რაღაცას აკეთებს. ყველა სფეროში, ასე ვთქვათ, ძალიან მოწინავე ტიპია, მაგრამ ეხლა რომ დააკვირდე ამასაც რა ვიცი, ტოპ მოდელებს მე ვერ ხვდები რა შეიძლება დავხვეწოთ და კონკრეტული მიმართულების მიხედვით უფრო ჭკვიანი გახდეს, მაგრამ ვერ ხვდები რა შეიძლება იყოს ის ექსტრა, რასაც ეს არ აკეთებს ახლა მაგალითად. ხო, ესეთი განმარტება მაქვს, მსმენელი AGI შეიძლება დაუძახოთ ისეთ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ყველა სფეროში ადამიანზე მაგარი იქნება. ყველაზე მაგარი ექიმი იქნება, ყველაზე მაგარი იურისტი იქნება, ყველაზე მაგარი მათემატიკოსი და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეგ არის ის რომ უბრალოდ განმავითაროთ არსებული მოდელების განვითარებით, მივალთ მაგამდე, რომ რაღაც სფეროებში რაშიც ეხა შეიძლება ჩამორჩებოდეს ჯერ, იმიტომ რომ რაღაცა უფრო მეტი დატის აგროვა ჭირდება, უფრო მეტი რაღაცა ტრენინგი ჭირდება, ნუ მაგამდეც ალბათ მივალთ, მაგრამ არ ვართ, ანუ ეგ არ მგონია იმ შფოთის, ასე ვთქვათ, საწინდარი, რაც ჩნდება, ეგ უფრო არის ის, რომ იმდენად სწრაფად ვითარდება და შენ კაი შედარება მოიყვანე თავიდან, რა ის ინტერნეტი და კომპიუტერი და ინგლისური რაც იყო თავიდან, ხო? რომ ყველას რა ვიცი, CV-ში კომპიუტერი და ინგლისური გეწერა უკვე სამსახურში აყავდით, ეგეთი რაღაცა არის ხა AI-ს, რომ AI-ს ხელსაწყოებს თუ არ იყენებ, უკვე ვიღაცა უეჭველი ჯობნის, ვინც AI-ს ხელსაწყოს იყენებს. თან შეიძლება შენზე ნაკლებად პროფესიონალი ტიპი იყოს იმ სფეროში, მაგრამ უფრო სწრაფია რა. მათ შორის მეც ცოტა სფერო კი შევიცვალე და ბოლო 2 წელია კოდს აღარ ვწერ, მაგრამ წარმოიდგინე 2 წლის წინაც როცა ვწერდი, 2 წელიწად წინაც AI-სთან ერთად თითქმის 3-ჯერ უფრო ასწრაფებული ვიყავი, რაც ნიშნავს, რომ კომპანიისთვის შენ სამ თვეში რო ერთ პროექტს ვაკეთებდი, სამ თვეში 3 პროექტს გაკეთება შემეძლო და უკვე 3-ჯერ მეტი თანამშრომელი ხარ, ან პირიქით 3-ჯერ ნაკლების აყვანა ჭირდება კომპანიაში რა. და პირველი, ანუ ასე ვთქვათ, საფრთხე რაც არის ეგ, რომ ის კი არა რაღაც რა თქმა უნდა რაღაც პროფესიებს სახეს უცვლის, როგორც ინტერნეტმა რა ვიცი, პოსტალიონს რო სახე უცვალა და მეილი გვაქვს და მაგრამ სამაგეროთ მე უცვალ დელივერი რაღაცები დაჭირდა და მაგრამ რაღაცეები ქრება, მაგრამ რაღაცეები ჩნდება და არ მგონია რომ იმაზე მეტი გაქრეს ვიდრე გაჩნდება შესაძლებლობები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობას გაძლევს, მართლა ყველა ადამიანს შეუძლია რომ ნებისმიერ სხვა სფეროში უბრალოდ დაჯდეს და დაიწყოს ხვალვეს თუ დღესვე სწავლა რა. რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ საშიში ნაწილი არის ეგ, რომ უბრალოდ იმდენად სწრაფად არ შეიცვალოს სამუშაო, ასე ვთქვათ, პირობები და ადგილები, სამუშაო ადგილები, რომ ძალიან ბევრი ხალხი უცბად დარჩეს ჰაერში, იმიტომ რომ ეგ გამოიწვევს მე უკვე კრიზისებს სახელმწიფოებრივ დონეზე და პირველი რასაც იძახიან ეს ჭალებში AI მამების ნაწილში არის ეგ, რომ ხომ არ უნდა შევანელოთ ეს და რაღაცებს დავაკვირდეთ, იმიტომ რომ გაჩერებით ამ პროგრესს ვეღარ გააჩერებ. ანუ პროგრესი ხო ეგეთი ტიპია, რომ
ვიღაცებს შეიძლება რაღაცები აუგზავნო, მაგრამ ვერჩიანელებ. ხო რა, აი ეგ არის რომ ვიღაცებს შეიძლება რაღაცები აუგზავნო, მაგრამ მალტმანმა შეიძლება მოილაპარაკოს იმასთან, რა ჩინეთი არ დაუჯერებს. ზუსტად. და დაჟე ჩინეთი არ დაუჯერებს და დაჟე იქაც ვიღაც ხუმრობა იყო ეგეთი რომ 12 წლის ბავშვიო ჩინელი დაждდება სადმე გარაჟშიო და გადაატრენინგებს მათეს და გააგრძელებს მუშაობას რა. ამიტომ ეგ რაღაცა ის წონასწორობის წერტილი რომ ის გააკეთებს მე თუ არ გავაკეთე, გაძლევს ავტომატურად იმ ასე ვთქვათ იმას რომ ეს უოჭველი ეს პროგრესი უოჭველი გრძელდება და უბრალოდ სწრაფად რაც უნდა დავაწიოთ არის რომ რაღაც სახელმწიფოები მათ შორის დაფიქრდნენ იმაზე რომ აბა როგორ რაღაცა თუნდაც განათლების სისტემა როგორ შევცვალოთ ან რაღაცა ადგილები სამუშაო ადგილები როგორ დავატრანსფორმიროთ ისე რომ შედარებით რა თქმა უნდა მტკივნეულო იქნება ვიღაცებისთვის მაინც მაგრამ შედარებით უმტკივნეულო და ეს არ იყოს მასიური ხასიათის ასე ვთქვათ სამუშაოების დაკარგვა რა ეგ არის ყველაზე დიდი საფრთხე მე რასაც ამ ეტაპზე ვუყურებ რა ხო ეხა ბოლო შნელოვანი სიახლე იყო რომ ეს კლოდის მითოსი ქვია მე მგონი ხო რაღაცა რომ ისეთი ძლიერი არის რომ ასაც შეუძლია ანუ გადაწყვეტეს რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს არის რაღაც ჰაკერი და ჰაკვის საწინააღმდეგოდ შექმნილი ხო რაღაც როგორც ვიცი მაგრამ შესაბამისად დაჰაკვათ შეუძლია ხო ანუ ეგ არის რომ მან ნელ-ნელა იყოს რაღაცა ზღვრები რა თქმა უნდა ის ხალხიც მაგ ყველაფერზე ზრუნავს რომ რაღაც სისტემები რაც არსებობს თუ ეს სისტემები ისე არ შეცვალეს, ისე გამოდგეს მოდელი, რომ ეს სისტემები არ ასე ვთქვათ, აუწყე ფეხის თუნდაც უსაფრთხოების ნაწილში ან რაღაც ნაწილში, რა თქმა უნდა, ეგ დიდ პრობლემას გამოიწვევს. ამიტომ რა თქმა უნდა, მაგაზე ზრუნავენ უბრალოდ. ხო, რა, მთავარი არის, რომ რაღაც კონკრეტულ მომენტში არ დაგასწროს ვიღაცა სხვამ, ისე რომ ისე გამოდგას ეს რაღაცა, რომ თავის უსაფრთხოების სისტემებს გადააწყვეტს. ამიტომ ეგ პროგრესი ძალიან სწრაფად მიდის რა. დააწიონ უსაფრთხოება გამოდგარ მოდელი data privacy-ზე მუშაობა დაიწყოს, პარალელურად უკვე რაღაც რეგულაციების ნაწილზეც მუშაობა მიდის, მაგრამ ისევ რეგულაციები ისევ იგივე პრობლემა რო ჩინეთია მაგ რეგულაციებს უბრალოდ არ შემოიღებს და მაინც გააგრძელებს რაღაცა იმას ხო პროგრესს, ამიტომ მაგ რეგულაციებზეც იქ უკვე აქეთ მხარესაც ცოტა უფრო ასე ვთქვათ რეგულაციების მოყვარულ სამყაროშიც რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ ისინი მაშინ გაასწრებენ. ისე თვითონ ხელოვნური ინტელექტიც მოახერხებს გვერდის ავლას მე ამ რეგულაციების ხო ძალიან ადვილად ხო ნუ რეგულაციებს გულისხმობ უბრალოდ რომ რაღაცა დატის არა ხელოვნური ინტელექტისთვის არამედ თვითონ კომპანიებისთვის რომ რაღაცა data privacy უფრო დაიცვან რაღაც დატები სატრეინინგოდ აღარ გამოიყენონ და ამ შემდეგ მაგრამ მაგასაც ახლა ვერ გაიგებ შენ რო გაქვს მაგალითად enterprise სერვისები ან რაღაც ან იქაც მონიშნოთ შეგიძლია შენ თვითონ იმაში ხო რომ არ გამოიყენო ჩემი data სატრეინინგოდ კი მაგას ნიშნავ ხა და კომპანიას ენდობი, მაგრამ უკან ხა შეიძლება ისე გამოიყენო ეგ როგორც ვერც გაიგებს ვერავი. ანუ აი ეგ არის უბრალოდ რომ რისკია რომ რაღაცა აი თუ გასკლა ეგ ამბავი რომ რაღაცა რაღაც იყენებს, ეგეც შენ დატას მიუხედავად იმისა იქ მონიშნული გაქვს თუ არა, ნუ რეპუტაციული ზიანია ძალიან დიდი, მაგრამ ნუ მაინც მგონია რომ რაღაცა დოზით რაღაცა ნაწილს ისე უწერიათ იქ რომ რაღაცა შენ დატას კი არ იყენებენ, მაგრამ რაღაც ნაწილს ავიცი. შენ იმას გამოიყენებენ, რომ მაინც იყენებენ რა და თან ნუ დატა ძალიან დიდი აქვს, ეხლა წარმოვიდგინე მილიონობით ადამიანი რომ იყენებს შენ ასე ვთქვათ, თუნდაც ჩატს და არ გვინდა AI აგენტურაზე ამჯერად აქცენტი გაკეთება, მაგრამ ჩატს რო იყენებს აქ წერს და რაღაცა, ნუ ეს დატა გროვდება კიდევ უფრო მეტად, ხო? ისედაც ძალიან ბევრი data გროვდებოდა ციფრულ სამყაროში ყოველ მეორე დღეს რა ორჯერ უფრო მეტი ვიდრე მანამდე არსებული data იყო, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო ამ მიწერ-მოწერით კიდევ უფრო ესე სტრუქტურიზებული data შეიქმნა რა. ახლა search-ი რო Google-ს ქონდა ხოლმე ძალიან დიდი power-ი ხო? მან რეკლამები რო პირველად ისე გამოვიდა პერსონალიზირებული რეკლამები, ხო, ტარგეტირებული რეკლამები პირველი ყველაზე დიდი power-ი ქონდა და ეგეთ სოციალურ ქსელებს Facebook-ს, Google-ს რაღაცას, იმიტომ რომ მაგათ ქონდათ ეგ data რა და ეგ data იყო მნიშვნელოვანი power-ის მომტანი. ანუ ყველაზე დიდი და მაგძლიერი კომპანიები იყვნენ ისინი, ვისაც ეგ data მაგარი ქონდა. და ეხლაც სინამდვილეში ეგ არის რომ რა ვიცი ეს ესენიც მოდელებიც ყველაზე მაგარი მათ აქვთ, ვისაც data ქონდათ ყველაზე კარგად მოწესრიგებული ასე ვთქვათ და ну, რა თქმა უნდა, computational power-ი არის ყველაზე დიდი ის კიდე, იმიტომ რომ ძალიან დიდ computational power-თან გვაქვს საქმე აქ, რომელიც
არის ამ მოდელების უკან. ხო, ეხლა რაღაც ტენდენცია არის ამ დიდი data ცენტრების აშენების, ხო, რაღაც ესე ეგეთი განხილვაც მოვისმინე, რომ რაღაც ათობით მილიარდებს დებენ, რომ საერთოდ ახალი ისინი აშენონ data ცენტრები და კი, ეგ ინვესტიცია უკვე არის ყველა მიხვდა რომ data არის ჩათვალე ოქროს საბადო თუ როგორც ვეძახით, ხო, რომ ანუ ვისაც მონაცემები აქვს და ეგ არ არის მხოლოდ ამ დიდი კომპანიებისთვისაც რა, ყველა პატარ-პატარა კომპანიებმაც უკვე დაამოღამეს, რომ პრინციპში მონაცემები არის ის ყველაზე ძვირფასი რამე, რაც შეიძლება გქონდეს შენი თუნდაც პროდუქტის გასავითარებლად, თუნდაც, რა ვიცი, არჩევნების მოსაგებად, კი, ან რამე სხვა, იმიტომ რომ data გიქმნის იმ პერსონალიზაციების საშუალებას, data გიქმნის რაღაცა სურათის ნათლად დანახვის საშუალებას, ხო? და ისტორიას ადარებენ ხოლმე, ძალიან მე მიყვარს ეგ შედარება ძალიან, რომ რაღაცა მონაცემთა მეცნიერება არის რაღაცა თანამედროვე ტიპი ამ რაღაცა მემატიანების და ისტორიკოსების გადმოცემული რაღაცა ინფორმაციის, იმიტომ რომ ეხლა თავიდან კაცობრიობა ეგრე განვითარდა, ხო, რომ ვიღაცებს ქმნიდნენ და ამ შექმნილზე მე ვიღაც სხვები აშენებდნენ ზემოდან, ხო? და ამ დაშენებულით რაღაცამდე მოვედით და ეხლა ეგ დაშენება ზემოდან, ანუ ციფრულ სამყაროში ფიზიკურად ხელი წიგნს რო წაიგითხავ ერთს უკვე შეიძლება სანამ დაამთავრებ ისეთი რაღაც გამოიდგას, რომ რაღაც იყოს, ხო? ანუ ამ ეპოქაში უკვე გჭირდება თულები, ჭკვიანი თულები, რომელიც გეხმარება, ხელსაწყოები, რომელიც გეხმარება ამ რაღაცების ანალიზში, რა, თუნდაც შენი თავის, თუნდაც რაღაც სამყაროში არსებული რეალობის და ასე შემდეგ. ამიტომ ეგ არის უკვე მონაცემთა მეცნიერება არის თანამედროვეობაში არსებული, ასე ვთქვათ, მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ამ სამყაროს განვითარების რაღაცებს რა და ეგ მონაცემების დაკვირვებით ჩვენ ვიღებთ პროგრესს. ეგ არის სადამდეც მივედით. ხო, პროფესიებს რაც შეეხება რაღაცა ის დაეტო უკვე ბევრი ადამიანის პროფესიას ხელოვნური ინტელექტის არსებობა და ტენდენცია როგორი არის, ანუ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უკარგავს სამსახურს თუ რაღაც დონეზე გაჩერდა რაღაცა ეტაპი იყო თუ კიდე არის რომ აი რაღაცა გავიგებთ რომ ერთი კვირის წინ რაღაცა ახალი რაღაც შეუძლია ისეთი რომ რაღაც პროფესია გაგვჭირდება ახლა რაღაცა ესეთი. ხო, ჯერ ტენდენცია მაინც ეგეთია რომ ვიღაცები, ასე ვთქვათ, ან რა ტიპის პროფესიებზე ლაპარაკი ან რაღაც ეგეთი თუ არა. ძალიან კარგად აკეთებს, რავი, ძალიან კოდს წერს ძალიან კარგად რა. ანუ რაც არის ისეთი, ასე ვთქვათ, ზუსტი მეცნიერების ტიპი რომ რავი, რაღაცა არსებობს უამრავი კოდი, ხო, მაგაზე გადატრენინგებულია ტიპი და მე კოდს წერს ძალიან კარგად, უბრალოდ კოდის წერისასაც ძალიან რაღაცა საშიში არის იმ კუთხით, რომ თავისით ესე ვერ მივშვებ, იმიტომ რომ იქ რაღაცა კოდი ერთმანეთზე შენდება რა, და ერთმანეთზე რომ დააშენო რაღაცები, თუ შენ სწორი არქიტექტურა არ გაქვს ან რაღაც აი wipe coding-საც ეძახიან რა და შეიძლება აწყო რაღაც აპლიკაცია, მაგრამ მე უკვე დაშენება რო გინდა რაღაცების გაიჭედო სადაც. ამიტომ არ არის ეგრე რომ ჯერჯერობით რომ აგენტურმა AI-ემ რაღაცამ პირდაპირ ჩაანაცვლოს ეს ტიპები, მაგრამ როგორც გითხარი, ეხლა მე თუ 2 წელიწადნახევრის წინ 3 ჯერ უფრო სწრაფი ვიყავი, ეხლა შეიძლება 5 ჯერ და 7 ჯერ უფრო სწრაფია, ხო, ვიღაცა. ამიტომ ერთი არის რომ მინიმუმ რაც გახდა საჭირო არის რომ ახალი ადამიანების შესვლა ბაზარზე ძალიან ჭირს. ეგეთ პროფესიების თვალსაზრისით და კომპანიებმაც დიდმა კომპანიებმაც მათ შორის ეს ეფექტურობის რაღაცაც დაიწყეს, რომ აი მოდი ამ ადამიანს თუ ვამუშავებდი ერთ რაღაცაზე, მოდი ახლა 3-ზე ვამუშავებ და ამ ეფექტურობით დავზოგავ იმას, რომ აღარ დამჭირდება რაღაცა X ადამიანი. ამიტომ ზოგადად რასაც ეხლა ძალიან კარგად აკეთებს არის, რომ რუტინულ საქმეებს აშორებს ხალხს. პროგრამირების ნაწილშიც და თუ რამე სხვაშიც არ ვიცი, ეს იქნება აუდიტი თუ რაღაც, არ ვიცი, ფინანსები თუ რაღაც ხო? არის რა, რომ ჯუნიორ ტიპი როგორ შემოდის ბაზარზე, რომ ჯუნიორ ტიპი არის, რომ დამხმარე სენიორს მიემაგრებენ, ხო? და იწყებს განვითარებას იმით, რომ მოდი ამას რუტინულ საქმეებს რაღაცებს პატარებს მიცემ, რომ გაერკვიოს, აზრზე მოვიდეს, რაღაც ასე ვთქვათ, პრაქტიკა დააგროვოს და მე უკვე გადავიყვანთ რაღაც ზედა ლეველებზე და ეხლა ეს ჯუნიორის საქმეებს აკეთებს AI. და შესაბამისად ამ ხალხის საჭიროება ნაკლები გახდა რა. უბრალოდ მეორე მხრიდანაც რო შეხედო მაგას და ძალიან ისე არ ჟღერდეს ჯუნიორ ტიპებსაც აქვს საშუალება მის რომ ეხლა მე რო თავის დროზე ჯუნიორი ვიყავი, მაგალითად უნდა მივსულიყავი კომპანიაში დამეწყმოშობა, რომ განვითარება რაღაც ეტაპამდე მივსულიყავი და ეხლა ჯუნიორებს აქვს შანსი რომ სახში იჯდეს ტიპი
და მიდლი გახდეს ისე რომ ვაფშე კომპანიაში მუშაობა დაიწყოს, იმიტომ რომ ეს ხელსაწყო გამოიყენოს არა როგორც ასე ვთქვათ, რამე უბრალოდ რუტინულ საქმის მომუშავებელი ტიპად, არამედ როგორც ყველაფრის მცოდნე ლექტორად თუ რა ვიცი, შენ შეგიძლია უთხრა, რა ვიყავი ჩემი პროგრამერების მენტორი და მითხარი როგორ ავიდე მიდლზე და შეიძლება მიდლზე ახვიდე 3 თვეში. იმიტომ მონდომებით რა და ამიტომ ერთის მხრივ აქეთ ხარ ეს საფრთხეს უქმნის ბჭყალებში რუტინულ თუ მხოლოდ რუტინულ საქმეებს ვაკეთებთ სამსახურში საფრთხეს უეჭველი გვიქმნის და ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის თაჩი სადაც ამ რუტინულ საქმეების ზემოთ რაღაცას ვაკეთებთ და უფრო იმაზე კონცენტრირდეთ და რუტინულში პირიქით გამოვიყენოთ ანუ ასე ვთქვათ AI-ის ესეთი შედარება იყო რა სადაც წავიკითხე არ მოსოს რომ წარმოგიდგენე რომ AI არის ცხენიო და ცხენზე უნდა იყო შემომჯდარი ზემოდან და ცხენთან ერთად მიდიოდე და არა წინ მდგომი იმიტომ რომ შეიძლება გადაგიეროს ხო ანუ წინ თუ იმას იზავდა მარტო რუტინულ საქმეს დაკავდები ეგ უეჭველი გაგასწრებს იმიტომ რომ შენ რუტინულ საქმეს იმას სწრაფად და კარგად ვერ გააკეთებ მაგრამ ის რაღაც თაჩები ჯერ არის რაც არ ვიცი ბიზნესთან კავშირს იმას გიზავს ან თუნდაც პროგრამისტებისთვის არქიტექტურულ ნაწილში თუნდაც უსაფრთხოების ნაწილში ხო არის ბევრი რაღაც პოინტები რაც შეიძლება რომ შენ ნაწილში განიმითარო შენ პროფესიაში და უკვე AI-ის გამოყენებით შენ უფრო powerful ტიპი გახდე რა მეორე მხრივ შემოსვლა ბაზარზე გართულდა მართლა იმიტომ რომ არ ჭირდება კომპანიას მაგდენი ხალხი მაგრამ შენი განვითარების შენი ლეველის აწევის საშუალება გამარტივდა და ამიტომ შეიძლება რომ აი მაგ დაიჭირო რაღაც ის რა ოქროს შუალედი რა პროფესიულ დონეზეც ეს ჩვეულებრივი ჩატები გამოიყენება, თქვათ Gemini თუ ChatGPT ან Claude, ესე როგორც ჩატში ყველა წერთ ესე არა, იქ უფრო შეიძლება ფასიანი ვერსია, მაგრამ ფორმას ვიძახი. ხო, enterprise service-ები გამოიყენება და უფრო გამოიყენება როგორც იცი, რომ თუ კოდინგისთვის ვიყენებ, უფრო რაღაცა API call-ებით, ასე ვთქვათ, არა ჩატის ნაწილში, არამედ უკვე შენ პროექტში ჩაშენებული ტიპი არის, რომელიც იქვე სადღაც მუშაობ იმ გარემოში გეხმარება რაღაცებში რა. ოღონდ enterprise service-ი რატო არ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ რო ეხა კომპანიებისთვის ეგ ძალიან დიდი საფრთხეა სხვათა შორის ასევე data leakage-ის რასაც ვეძახით, რომ რავი თუ ვიღაცა აიღებს და Excel-ად ჩაუკოპიროს რაღაცას ამას დატას, კომპანიის დატა შეიძლება ჩაუკოპიროს და გარე ჩატს თუ ჩაუკოპირებს ჩვეულებრივ ჩატს, რასაც ყველა ვიყენებთ ეგ ჩათვალე რომ ეგ data გავიდა public რა და იმას აკეთებდა და ეს enterprise service-ები გაძლევს იმის საშუალებას რომ შენი data-ს მოკლედ დაცულია და არ იყენებენ და მან იმდენად დიდი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ რომ ეგ data სადმე გაჩნდეს რომ მაგას არავინ არ იმასწავს როცა enterprise და დიდ ფულს უხდი კომპანიას რომ შენი კომპანიის წევრები მე იყენებდნენ მაგალითად არ ვიცი Claude-ს ფასიან ვერსიას ესე სამშობლოში მაგ data-ს მე აღარ გამოიყენებ მაგრამ ეხა ძალიან ის არის რა ეგ ძვირია არ არის მარტივი ესეთი იაფისიამონება ამიტომ მაინც არის ეგ ესენი რა რომ ვიღაცებს თუ არ აქვთ ეგ თავიანთ კომპანიებში ეგ რისკი უეჭველი არის რომ ვიღაცა მაიღოს და რაღაცა აქეთ ჩაუკოპიროს რა ძალიან რთულია გაიგო შენ აი რა არის ის data რასაც არ რაც კომპანიისთვის ის არის sensible და რა არის რაც ხო ანუ შეიძლება რაღაცებზე ელაპარაკო მაგალითად რავი ბეთ შეიძლება ველაპარაკო ვაფშე enterprise version-ს არ ველაპარაკო და რავი როგორ ასე ვთქვათ დავგეგმო რაღაცა კვარტალი სიტყვაზე ვიძახი და რაღაცებზე ველაპარაკო რომ აი ეს თემები მაქვს და რაღაცა ხო ანუ general რაღაცები ველაპარაკო მაგრამ ეხლა როცა data-ს ეხება საქმე როცა მაგალითად მონაცემთ ანალიტიკოსი ამუშავებს data-ს ხო რაღაცა იმითი რა ქვია და ეტყვი რომ ოკეი ეს მაგრად ამუშავებს სწრაფად ამუშავებს და რავი დაგიწეს და ჩარტებსაც აგიგებს და რაღაც მაგრამ მაგას თუ ჩავუგდებ ჩათვალე რომ უკვე რაღაცა data leakage გაქვს და ამიტომ ეგ ზღვარით ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომპანიებს ეჭიროთ რა რომ კი ძვირია მაგრამ ამის რისკიც დიდია ამიტომ სადღაცას მინიმუმ რაღაცა თან თუ არ გამოიყენებ და არ მისცე მაგას საშუალებას შენ ასე ვთქვათ დასაქმებულებს მაგ ის გამოყენების საშუალებას თუ არ მიცემ მაშინ უბრალოდ ჩამორჩები ანუ რა თუ რაიმე ციფრულთან შეხება გაქვს მით უმეტეს კომპანიას და AI-ს არ იყენებს შენი არც ერთ თანამშრომელი იმიტომ რომ data-ს უფრთხილდები თუ რაღაცა და ფულს უფრთხილდები იმიტომ რომ enterprise service არ ყიდულობ ჩათვალე რომ რაიმე კონკურენტი უეჭველი ჩაგძირებს ანუ უბრალოდ შეუძლებელია რომ AI-ის გარეშე ხა იგივე რიტმში და რეჟიმში იმუშაო როგორც სხვა იმუშავებს რა
ალბათ განათლების სისტემაც ძირეულად შეიცვლება აი ამ ყველაფერთან ერთად აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ცოდნის მიღებაც უკვე ისეთი ადვილი გახდა. ჯერ ინგლისური და კომპიუტერით ხვადული გახდა და Google-ის არსებობით რომ შეგელოდა, მაგრამ ეხლა კიდე უფრო ერთი ნაბიჯით გადავიწიეთ, რომ აი რა ვიცი რაღაც ეს ტრადიციული განათლება რაღაც 4 წელი რომ უნივერსიტეტში უნდა ისწავლო რაღაც, მე 2 წელი მაგისტრატურა რაღაც, აი ეს ფორმები რომ წახვიდე დაждე ლექციას მოусმინო, ალბათ ძირეულად შეცვლის სკოლასაც და უნივერსიტეტსაც. კი. უკვე თუ არ შეცვალა რაღაც დონეზე. კი, ძალიან ადრე გახსოვს ეგეთი რაღაცა არსებობდა, რომ და Google-ის სკილები რო არსებობდა რა. ანუ და Google-ის სკილები ვის რაღაცა როგორ ქონდა და როგორი keyword-ებით მიწერა გჭირდებოდა. ანუ კი, შენ რაც იძახი, მაშინდელი პრომპტი რასაც ეძახიან, ახლა დაახლოებით რა. ხო, მაშინდელი პრომპტი არ იყო თლად ეგეთი პრომპტი და გააჩინე რას ეძებდი. პრომპტი არის ძალიან ბევრი ისე ტერმინს ხარობს და რაღაცებს. პრომპტი არის დავალება, რასაც აძლევ, რომ მომიძებნე ეს. ChatGPT-ს შეგეთხებიან, თუნდაც ეხა AI-სთან, ხო, მანამდე Google-ში და მანამდე რა იყო, რომ AI-ის გარეშე search-ი რაც აკეთებდა, არსებულ web page-ებზე ან რაღაცაზე გიძებნიდა შესაბამის მასალას და შენი ფილტრი გჭირდებოდა, რომ იქ რაღაცები გენახა, რაღაცები მიუხვდარიყავი, რომ ეს fake-ია, მოდი გადავაგდოთ, ეს კარგია, მოდი წავიკითხოთ და research-საც მეც რო ვაკეთებდი მაგალითად რაღაცა ხო, ჩემი პროფესიის research-ს როგორი პროცესი იყო, რომ მაგალითად ჭირდებოდა რაღაცა 2 კვირა თუ რამე დიდ ასე ვთქვათ, ესეთ research ავიღებდი, რომ მაგალითად დამესერჩა ეს ყველაფერი, პოტენციური სტატიები მენახა მაგალითად, ხო? ამ პოტენციური სტატიებიდან იქ რაღაც აბსტრაქტს წაიკითხავ, რაღაცას იმას იზავ და გადახედავდა, ნუ აარჩევ მაგალითად 10-ს და საბოლოო ჯამში 3 გამომადგებოდა. და ამ პროცესში რამდენ დროს ვკარგავდი, რომ ჯერ ეს 10 მომეძებნა და გამეფილტრა, მერე ეს 10 წამეკითხა, რომ გამეგო რომ მართლა რაღაცეები არის და იქიდან მერე 3 გამომდგომოდა, იმიტომ რომ ეს და ნუ ამაში დრო, რა თქმა უნდა, იწერებოდა და სადღაც 2 კვირა შეიძლება დამჭირებოდა და ოკეი, მივიდოდი იქამდე და ისიც იქიდან გამომდინარე, რომ შენ ეგეთი პროფესია გაქვს, რომ X სკილები გჭირდება და განვითარებადი სკილი იყო, რომ აი დაგესერჩა, ეს იცი, ამ საიტს ენდობი, ამას არ ენდობი და ეგ უკვე რაღაცა ერთმანეთსაც უზიარებდით ხო ადამიანები და რაღაც. ეხლა რა როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი, რომ და prompt engineering-ი კი არის ეხლა რასაც ვეძახით, რომ აი მაგალითად როგორ უნდა მივწეროთ AI-ს, რომ კიდევ უფრო უკეთესი პასუხები დაგვიბრუნოს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ესო ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ, ანუ შენ გაქვს თული, რომელსაც მიწერ რომ აი რაღაცა ნებისმიერი ენით წერ რომ აი ეს მინდა გავაკეთო და დამეხმარე მაგალითად. ან შენ იყავი, მოდი, ჩემი ლექტორი პროგრამირებაში და გამიწერე როგორ წახვიდოდი წინ და რაღაცა step by step ესენი დამიწერე და მე ამ თითოეულზე კიდე რაღაცები გამაკეთებინე და მე ამას რო გამაკეთებინე, ამაზე მასალებიც მომიძებნე და ანუ ამ სტატიებიდან 10 კი არ წავიკითხო, პირდაპირ იმ 3 წავიკითხო და იმ 3-საც ან წავიკითხო ან არა ბოლომდე, ხო? ანუ თუ რაღაცა მოგეკითხეთ პირველ შეიძლება ჩაუждდე და წავიკითხო ბოლომდე, მაგრამ შეიძლება მოკლეშინარს მომეტევი. ხო რა, ანუ ის აბსტრაქტი რო დაწერა იმან სტატიის ავტორმა, იქ კი არ მინდა. აი ეს მაინტერესებს და ამ სტატიაში ამაზე რაც არის, ეგ ნაწილები შემიჯამე. და უცბად წკაფ და 2 საათში მაქსიმუმ კარგი მიმოწერით და რაღაც ჩაждდომითაც და რაღაცა ის 2 კვირიანი საქმე გაკეთდა რა. და ისე რომ არც დამატებით რაღაც სკილი მჭირდება, არც ვიღაცას რომ ჩემ მეგობარს ვკითხო რომ აბა ეს საიტები ხო, ის შენ რო იყენებდი, კარგი თუ რაღაცა და პირდაპირ რაღაცამდე მივედი. ოღონდ ეს ახლა რა საფრთხეებსაც ქმნის და რა უპირატესობა აქვს, უპირატესობა აქვს რომ 2 კვირის მაგალითად 2 საათში გავაკეთე, მაგრამ შენ თუ და სკოლებშიც და უნივერსიტეტებშიც და ამ განათლების სისტემაშიც რა საფრთხეების წინაშე ვართ, რომ შენ თუ დაკარგე ეს კრიტიკული აზროვნების, აი კრიტიკული აზროვნების უნარი არის ძალიან მნიშვნელოვანი სკილი რა, რომელიც ახლა ამ ეპოქის ხალხს, ვინც უკვე გავიარეთ რაღაცეები და რა ვიცი, ჩვენი სწავლის პერიოდში ეს არ არსებობდა, ეს ვიცით, იმიტომ რომ აი ეს რაც გითხარი, რომ ის ავარჩიო, ამას ცოტა ეჭვს თვალით შევხედო, ეს ვიღაცამ დაწერა, ავტორსაც დავაკვირდე, რაღაცებს იმას ვქნა. ეხლა არის რომ AI მითხრა და всё, ეგ არის truth. მაგრამ ჩვენ თუ დავკარგეთ, ასე ვთქვათ, იმ ანალიზის უნარი, რომ რატომ არის ეს ჭეშმარიტება რა, რაღაცა რომ მომცა, პასუხი მომცა, ეს რატოა ჭეშმარიტება, ხო? ამას თუ არ ჩავეძიე, რომ აბა ეს და რაღაცა ის ფუნდამენტი არ გავიგე, რაზეც მართლა არის დაშენებული, რომ მარტივია
მარტივე რა რომ ჩაიძიო, კითხვები დაუსვა, ეგეც Google-ში ძართული იყო, ხო? იქ რო ჩაძიება გინდოდა, იქ მე უნდა წასულიყავი და ვაფშე სხვა სტატია შეიძლება წაგეკითხე კიდე, ან რამე სხვა გეძებნა. აქ მარტივია რომ რაღაცას თუ ვერ გაიგებ, ჩაიკითხე. ანუ ხო. ოღონდ ეს ჩაიკითხე არის next step. ერთით ზედმეტი სტეპია, რომელიც მომენტ პასუხის გასაგებად არ მჭირდება. ანუ რაღაცა დავალება თუ მაქვს სკოლაში, გავაკეთე, დავწერე და არ მჭირდება რომ გავიგო ის დავალება როგორ დავწერე. იმიტომ რომ პასუხი უკვე მაქვს, მაგრამ თუ ამ სტეპებს გამოვტოვებთ, შეიძლება ერთხელ დამეზარა, ორჯერ დამეზარა, ძალიან დიდი ცდუნებაა მაგის, ხო? ერთხელ იმიტომ რომ წავალ ფეხბურთს ვითამაშებ რა, ან რამეს გავაკეთებ. ერთხელ დამეზარა, ორჯერ დამეზარა, სამჯერ დამეზარა, უკვე ვკარგავ იმ კრიტიკული აზროვნების უნარს, რასაც მივითარებს წესით ყველაზე ძვირფას სკოლაც და მეორე უნივერსიტეტიც, რა? აი აქ შემიძლია რომ მათემატიკაში რომ მაგალითად რა ვიცი, ჯერ ვისწავლი წილადების შეკრებას, მე ამას დავაშენებ რაღაცას, ხო, ან თუ ეს გამიკეთებს, ამასაც ეს გამიკეთებს, დავკარგავ მაგას და ეხლა გამოცდების სისტემა ისეთი არის, რომ თუ AI-ს არ გამოყენებ, იქ მაინც გამოჩნდება, რომ რავი, რაღაცა ისე ვქენი, ხო და რაღაც, მაგრამ იტყვის, რომ ადამიანი რა, იტყვის, რომ მოდი ეს გამოცდების რა შეჭდება, რა თმინდა ეს გამოცდები, არ ჩავაბარებ საერთოდ, სკოლა რაც მინდა, მაქვს აგერ ყველაფერი და რავი, დამჭირდება, ვკითხავ, და ეგ გამოიწვევს იმას, რომ რავი, უბრალოდ დავკარგავთ განვითარების იმას რა, ასე ვთქვათ, მთავარ ტიპს, რომ რა არის მთავარი, რომ განვითარებისთვის, რომ შენ რაღაცა ამ ჭეშმარიტებას თუ რაღაცის გჯერა, ამის ფუნდამენტამდე ჩახვიდე და იმ ფუნდამენტისგან step by step ამოყვე მე ნაბიჯ ამოყვე ბოლო პასუხამდე რა. ძალიან მაგარი თულია იმისთვის, რომ ყველაფერი, აი რაც კი არის, რა ვიცი, მე თუ რამე სხვა სფეროში რაღაცაში, რა ვიცი, მარკეტინგში მაინტერესებდა ამ ბოლო ხანებში რაღაცები, შეიძლება step by step ჩავყვიდე და რაღაც ფუნდამენტებში გავარკვიო, ისე რომ მე ვაფშე არა ვარ მაგ პროფესიის წარმომადგენელი და პროსტა ამ კითხვით ჩავიდე და ვა, რა მაგარი რამე ყოფილა, უცბად რა. მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება უცბად პასუხი დამჭირდეს, მივიღო და აღარ ჩავყვე და იმას აქვს, ანუ ეს ორივე pros and cons აქვს რა, რომ ანუ უპირატესობა აქვს ის, რომ შენ შეგიძლია რომ ბოლომდე ჩაყვე და მართლა დეტალებში გაიგო ნებისმიერ თემაში და ამას თუ შენ აკეთებ, ეს კრიტიკული აზროვნება პირიქით გივითარდება და პირიქით მაგარი თულია, იმიტომ რომ არ გჭირდება სხვა ადამიანი, ვინც არის ამ სფეროს ცოდნე და იმის დრო და იმის რაღაცა და მოძებნა და ასე შემდეგ, აგერ გაქვს ტელეფონში, მაგრამ მეორე მხრივ გაქვს ცდუნება იმისა, რომ მიიღო პასუხები მზა, ამით გაზალახო შენ პატარ-პატარა დაბრკოლებები რაც გაქვს, რომ აი დავალება დავწერე, ტასკი მოვიშორე სამსახურის თუნდაც სამსახურის ნაწილში. და შემდეგ და მანდ დაკარგო შენ განვითარების საშუალება. და ამ ორ შორის შენ თუ ირჩევ მეორე მარტივ გზას, მანდ ის არის, რომ უეჭველი AI ჩაგანაცვლებს, იმიტომ რომ შენ თუ სულ AI-ის პასუხებს იღებ და მაგით შენ განვითარებას კარგავ, ნიშნავს რომ მაშინ შენ რაღაც ჭირდება იმას. ის და ავტომატური გახდება და всё. ანუ აღარ ახლა შენ საჭირო. ამიტომ მანდ არის მნიშვნელოვანი რომ ის კრიტიკულ ნაწილებში ჩაეძიო და იმ ფუნდამენტებში გაერკვიო და ის მე ადამიანური ტაჩი რაღაცა რაც ჯერ კიდევ არსებობს. ეგ მოძებნო შენ ნაწილში იმისთვის რომ ამაზე მაგარი იყო რაღაცით და კომპანიას ერჩივნოს რომ გამოგიყენოს შენ AI-სთან ერთად ვიდრე AI. აი ეგ ტაჩებია რაც თუნდაც განათლების სისტემაში ეგ არის ხო? რომ ეხა თუ რა ვიცი ვიღაცას მოთხოვ ეხა დღევანდელ იმას ბავშვს რომ ვეფხისტყაოსნის პირველი რაღაცა ორი მის იმას მიქენიო. ადრე იყო როგორ რაღაცა ცი მაგალითად ჰაგიოგრაფიებს რაღაცებს გამიშინა არსე და შინაარსი მქონდა დასწერ ხო რაღაცა ისეთი ენით რო ეწერა შენ თუ წაიგეთხოვდი ახ შინაარსს ავდგები და რავი არსებობს და გავაშინაარსებ და დავწერ. ანუ თუ რაღაცა მაკრო არ შევცვალეთ თუნდაც მასწავლებლების ნაწილში ხო ლექტორების ნაწილში რომ ამ ხალხს არ ვასწავლეთ ამ ყველაფრის სწორი გამოყენება და ის რომ აი ეს გამოყენებითობას ვეძახი რა მე მაგალითად როგორ რაღაც მქონდა იცი უნივერსიტეტში ჩვენი სისტემები ისეთია მათემატიკის ნაწილში სხვათა შორის რომ მე რო სწავლობდი რაღაც ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე წარმოიდგინე ყველანაირი თითქმის ყველანაირი მათემატიკა ვისწავლე რა აი რაღაცა რა ვიცი კალკულუსები ისინი მაგრამ სანამ მონაცემთა მეცნიერების სწავლა არ დავიწყე მე უკვე მაგისტრატურაზე რა მანამდე აზრზე არ ვიყავ ეს რაში მჭირდებოდა და პროსტა მე რომ მუღამი მქონდა რომ მათემატიკა მევასებოდა და აი ამ ფუნდამენტებში იმაშვებოდი ამ რაღაც ამოცანებს ხსნიდი მაგრამ ეს ამოცანები მე ვაფშე რაში გადაითარგმნებოდა აი თაჩი არ მქონდა მე მონაცემთა მეცნიერები რა მოაჩინე და იქ რაღაც ალგორითმი ერთი გავარჩიე და მივხვდი რომ რაღაც ამ ალგორითმის უკანას დგას ვაფშე ყველაფერს იყენებს რაც კი მე მისწავლია ოდესმე
იგივე მაგრად დაგილაგდება რაღაცები რა და აი ამ ნაწილებამდე ჩასვლა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი რომ ამ ხალხს მივაჩიოთ ის რომ ამ ჭანჭიკებად დაშლა ვასწავლოთ და იმ ჭანჭიკებში გარკვევა და არა ის რომ ოკეი ეს არის 5 მივმოტოთ 3 არის 8 მაგრამ მე რა ხო ანუ განათლება რეალურად მოგეთ ცოდნის მიღება ბევრად ადვილი ხდება მაგრამ განათლება კიდე უფრო მნიშვნელოვანი ხდება განათლება ახლებული ტიპის თუნდაც ეს კრიტიკული აზროვნება თუნდაც რომ რაღაცა უფრო ადვილი იქნება რომ დაიკარგო და უფუნქციო გახდე ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი იქნება განათლება კი მაგრამ ცოდნის მიღებაც უფრო ადვილი გახდა მოკლედ რაღაცა ყველანაირად ახალი ეპოქა დგება ვერ შეადარებ რაღაც თითქოს რაღაც მაგალითებს იმაშვები რომ აი როგორც იმ დროს ხდებოდა რა დროს ხდებოდა მაგრამ მაინც ძირეულად ახალი დრო მოდის თან ეხლა ყოველთვის იყო ასე რომ რაღაცა მოსახლეობის ნაწილი თუნდაც რაღაცა კლასში ყოველთვის იყო გამორჩეული ნაწილი რომელიც მაგრას სწავლობდა რომელიც ცდილობდა რომ არც ორსანი ყოფილიყო და გამძვრალიყო და რაღაცა იმის არ სწავლობდნენ ანუ ასეთ მაინც იქნება დაყოფა საზოგადოებაში და მაინც იქნებიან ისინი ვინც თავიდან ბოლომდე მიენდობა ხელოვნურ ინტელექტს 100%-ით ვიღაცები ვინც ეცდებიან რა ცოტა ნახევარი დამიჯით წინ იყო გაზრდილია რა ამაგის ანუ ვისაც გაზრდილია ხო ჩიტინგის საშუალება უფრო მეტი გაქვს მაგრამ ეს იმას ხوار გამოიწვევს რომ საერთო განათლება აიწევს იმის ხარჯზე რომ უფრო მეტად შეეკითხებიან AI-ს რაღაცას და უფრო ცოდნა ბევრ სწორ გადაწყვეტილებას მიაღებინებს ხო და აი მე მოვეძახი მაგას რომ საერთოდ ცოდნა აიწევს მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებინებს შენ რასაც იძახი მაგისთვის გჭირდება ის ჭანჭიკებამდე დაშლა რასაც იძახი შენ რო გადაწყვეტილება მიიღო იმ დაბრუნებული პასუხით მაშინ ის პასუხი უნდა გესმოდეს იმ პასუხში თუ შენ დეტალებში ჩაძებული არ ხარ რავი იმ გადაწყვეტილებებს კი ეხა თუ რაღაცა წითელი მინდა თუ ლურჯი მინდა რაღაცაზე თუ კითხავ და რავი ლურჯი ჯობია იმიტომ რომ რაღაცა მაგას მიიღებ მაგ გადაწყვეტილებს და მაგ ხრივ გეთანხმები რომ რაღაცა ვიღაცის დისიჟენებს შეიძლება ცუდ რაღაცას მაგრამ ჯობდეს რომ აი ესე ხო მაგას გულისხმობდი რა რომ მაგაში გეთანხმები მაგრამ სამაგეროდ თუ მართლა ეგეთი ტიპები ანუ არ დაფიქრდი და აი ხო ხა რეალური მონაცემები გვაქვს ბოდიში გაწყვეტინებ რომ რაღაცა წაკითხული ნაზრის გამოტანით და რაღაცებში ძალიან ჩამორჩებით რა ხო ხო და აი მაგის წაკითხული გააზრების ნაწილში და ამ იმ კრიტიკული აზროვნების ნაწილში რაებსაც ვაფასებთ ხოლმე შეიძლება კიდე უფრო გეფი გაჩნდეს იმიტომ რომ აღონდ რატო იცი რომ შეიძლება ვიღაცებმა ვერ გაიაზრონ რომ მაგას აკეთებენ ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეხლა რო აკეთებ ეხლა გიწევს რომ შენ მაგალითად რაღაცა თუ შენ ისეთი მჭრიკედელო ტიპი ხარ ან რავი ნუ მინიმუმ შენ განვითარებაზე ზრუნვა გინდა რა გიწევს რომ რაღაცები ისწავლო რა ვიღაცები შენ სწოროს ამბობ რომ ვიღაცები ბევრად მაგრას სწავლობენ ვიღაცები შეიძლება საშუალოდ სწავლობენ მაგრამ ცდილობენ რომ ისწავლონ და შეიძლება უბრალოდ მეტი ეფორტის ჩადება შეიძლება იმ დროს არ უნდათ უბრალოდ და იმას ცდილობენ რაღაცა მინიმუმს რასაც ვეძახით ხო და შემიძლია ვიღაცებს საერთოდ არ აინტერესებს ეს ხალხი რა თქმა უნდა საერთოდ არ აინტერესებთ ისევ არიან ეს ხალხი ისევ არიან ვინც ძალიან მაგრები არიან და ისედაც ამ თვით კრიტიკულობას და რაღაცას მნიშვნელოვნად თვლიან და ეგენი ალბათ მიხვდებიან იმასაც რომ ეს როგორ გამოიყენონ სწორად მაგრამ არიან ეს შუა სეგმენტი ჩემი აზრით რომელიც არის უფრო რის საფრთხის წინაშე რომ ამას რო ცდილობდნენ რომ აი რაღაცა იმაზე მისულიყვნენ რომ აი ბიერ მინიმუმით რაღაცები შეეკოწრებინათ და რაღაც არის მიიღოთ მაგათმა თუ ესეთ პასუხები მიიღეს დაუშვათ გამზადებული ხო შეიძლება იმას აკეთონ დაუშვან რომ ეს ბიერ მინიმუმისთვის საკმარისია და შეიძლება ის უფრო საკმარისი წამოიღოს ვიდრე იქით მიხდი რას ვამბობ და ანუ ის რასაც შენ იძახი ხო ალბათ ეგრე იქნება ის რასაც შენ იძახი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის რომ დისიჟენები შეიძლება უფრო სწორი გაკეთდეს ჯამში მაგრამ აზროვნების უნარი და ეს რასაც ვიძახით რომ უფრო ამისგან დამოუკიდებლად ტიპი რაღაცეებს ანუ კრიტიკულად უყურებდეს და რავი თუნდაც რავი დაიწყოს მაგალითად არ ვიცი ხო არ ვიცი საითკენ ვითარდება ხო დაუშვათ რეკლამები დაიწყო AI და რავი თუ Google-ს აქვს დაიწყებს აუცილებლად მაგრამ როგორ რეკლამის გეუბნები მე ვაღონდ ის კი არა რომ გამოგიგდოს მაგალითად ეკითხები რომ რაღაცა მე საუბარში გითხრა რაღაცა ხო რა ანუ ეხა მაგალითად ძალიან დიდი რისერჩი გავაკეთე სახლის რემონტს ვაკეთებ პარალელურად და ისე რომ მინდოდა ტექნიკის ყიდვა დავჯექი და Gemini-სთან ერთად ჩამოვწერე რაღაცეები იქ გავერკვიე იმ დეტალებში გავერკვიე და ოპტიმალურ ვარიანტები ავარჩიე მაგრამ თუ შენ უკვე ეგ
იმ ეპოქაში გადავედით, სადაც Google-ს ეგ power-ი აქვს უკვე რომ შოუ უკვე დავლაგდით და Google-ს წერ, მე, იმიტომ რომ მაგარია. შეუძლია რომ მომყიდოს, რა ვიცი, რაღაცა სპეციალური ბრენდი. რომ მითხრას რომ ეს ამას ესენი აქვს და ეს ესენია რა, ანუ აღარ მითხრას ესენი და მე თუ მანდ კრიტიკული აზროვნის უნარი დაკარგული მაქვს, ჩათვალე რომ რასაც მინდა იმას მომყიდიან. და თუ კრიტიკული აზროვნის უნარი არ მაქვს დაკარგული, შემიძლია იმ ჭანჭიკებამდე მაინც ჩავიყვანო იმ რაღაცეებამდე და გამოვწქნა იქიდან. ხო, მეც მიკითხავს რაღაცა და Amazon-დან რაღაც ლინკები მოუტანია, რომ შეიძლება იმ ლინკზე შევხედო, იყიდო აქ რაღაცა ამ საიტზე იყიდო. ხო, ეგეც ახლა უკვე დღესაც უკვე არ ვიცით, რამდენად Gemini-სთან მქონდა, Gemini-ს ხوار. ამიტომ არის ეგ მნიშვნელოვანი რა, რომ შენ ერთი არის რომ კი, უკეთეს დიზაინერი შეიძლება, მაგრამ მართული ტიპი ხდები რა. ბევრად უფრო მართული ტიპი ხდები, ვიდრე ის თუ ამ რაღაცას დაკარგავ. და მაგრამ უკვე ხوار ვართ ეგრე. აი თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შემოსვლამდეც კი უკვე სოციალური ქსელები ისე არის მოწყობილი და ისე ტარგეტირებული რეკლამებია და ისე ეგ ერთი რაღაცა სადღაც სიტყვას ახსენებ და მე კომპიუტერთან დაждები და იმის რეკლამა ამოდის უკვე ისეთ გავლენებში ხوار ვართ რომ ეგ უკვე მომხდარი ამბავია მოსახდენი მოხდა მაგ ხრივ ძალიან კარგი კითხვა და ვაფშე ერთი ძალიან ისეთი კაი კითხვა იყო ადრე რა სანამ აი პირველი პერსონალიზება რო გამოვიდა რომ შენ YouTube-იან Spotify-ც არ იყო და ჯერ პოპულარული YouTube-იო იმას გთავაზობს რაც შენ მოგწონსო თუ რაც გთავაზობს ის მოგწონსო ეგეთი კითხვა იყო რა და ეგ ცოტა ისეთი ფილოსოფიური კითხვაა მაგრამ ხო ანუ ეგ ზღვარი სად გადის არ ვიცი მაგრამ პრინციპში იმ პერსონალიზება მაინც შენ ანუ შენზე არის თუ შენ იცი როგორ მუშაობს ეს მექანიზმი აი როგორ რაღაცას დავაკვირდი იცი ამ ბოლო დროს რომ ფიდის აწყობად რომ მინდა ხოლმე რომ მინდა რომ აღარ მინდა ეს რაღაცა რა ვიცი ყვითელი პრესა იყოს ჩემ ფიძზე მაგალითად და მინდა იყოს მაგალითად რამე კონკრეტული სპორტები და მინდა იყოს არ ვიცი რაღაცა შემეცნებითი რაღაც ნაწილები ან რა ვიცი შეიძლება პირიქით გასართობი რაღაცები მინდა მხოლოდ ხო ანუ შეგიძლია შენ მართო ისე რაღაცები გათიშო რაღაცები დაალაიქო პირა სპეციალურად გააკეთო ეგენი ხო იქით გაწურთნა ხო ეგ სტეპები სპეციალურად გააკეთო რომ იქ შენ მოიგო და აი ეგ არის ზუსტად ის ზღვარი რა რომ რასაც ვიძახდით წეგან რომ შენ თუ ამას უყურებ როგორც კრიტიკულ ტიპად და შენ ხარ იმ ხედარი ამ ცხენზე და შენ მიუთითებ მიმართულებებს მაშინ მაგარი ტიპია რა იმიტომ რომ რასაც მინდა ისე ვირგებ რა ამ ფიც და მამეთ არ ჯობია ვიდრე Facebook-მ გადამიწვიდოს რაღაცა მირჩევნია რა თქმა უნდა მაგრამ თუ შენ ამას აყევი და აი რასაც გიგდებს და შენი მეგობარი რასაც უყურებს იმას უყურებს შენს და ამ რაღაცაში ჩაიხარშე მაშინ უკვე ისე იმამდე მივდივართ რა იმ წერტილამდე მივდივართ რა რამდენ ანუ დაახლოებით აი ეს კომპიუტერი და ინგლისურის ეპოქა რო ახსენეთ 2000-იანების დასაწყისი იყო 2002-2003 ჯერ კიდე არ იყო ესეთი გავრცელებული ყველას არ ქონდა კომპიუტერი ანუ ეხლა კომპიუტერული მოწყობილობა ყველას აქვს ტელეფონი ხო მინიმუმ გვაქვს და მაშინ არ იყო ესე და ინტერნეტიც ყველას არ ქონდა რა ესე იქიდან გავიდა 25 წელი ვთქვათ 24 ან 2001-2002-დან და დღესაც მაგალითად საქართველოს ბევრი სკოლა არის, სადაც კომპიუტერის პრობლემები აქვს, ინტერნეტი არ აქვს, ხო, რეგიონებში და ასე შემდეგ და საქართველოშიც ბევრ მასწავლებელმა შეიძლება არ იცოდეს, ანუ სისტემა არ იყოს ისე აწყობილი. ეს ისე ჩქარა მოდის, რომ ეს განათლების სისტემა იმაზე როგორ უნდა გადაეწყოს. ანუ კიდე 20 წელი თუ დაგჭირდა რომ AI-ს ფეხი აუწყოთ ძალიან კაი კითხვა არის და ესეთი რა ძალიან მნიშვნელოვანი თან და მე ჩემი ასე ვთქვათ ჰობად ჯერჯერობით კიდევ მაქვს რომ ამ განათლების სფეროსთან რაღაც ახლო კავშირი მქონდეს და მათ შორის გაიაც ეს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციაც მაგის ასე ვთქვათ შედეგი იყო რომ ჩემი მეგობრები მოვიდნენ პირიქით მათი იდეა იყო და ანუ რაღაცები უნდა ვაკეთოთ ჩვენ, ან ჩვენ შეცდომები რა მოხდა ახლა რომ ამ გაიაში შენი როლი რა არის? მე ვარ ერთ-ერთი თანადამოწმებელი და მეხმარები რომ რაღაც ასე ვთქვათ პოპულარიზაცია მომახდინოთ ამ ხელოვნური ინტელექტის და პოპულარიზაცია მომახდინოთ ზუსტად მაგ კუთხით რა რომ
ანუ სინამდვილეში შენ სწორი პრობლემა დასვი, რომ ეხა გეფი გვაქვს დიდი, ისედაც, აი ჩათვალე რომ AI-მდე რო აიღო 2022 წლამდე, ხო? ანუ Gen AI-მდე რო აიღო, გეფი ისედაც დიდი გქონდა, იმიტომ რომ თუნდაც კომპიუტერი და ინტერნეტიც კი არ იყო ხელმისაწვდომი ამ რაღაცა ბევრგან, სკოლებში ისევ რაღაცა რუტინულ რაღაცა იმ ნაწილზე ვარ და არაფერი არ დაგვიაპდეითები ალბათ ბოლო ბევრი წელი, ბევრ სკოლაში ყოველ შემთხვევაში. და ეხლა კიდე უფრო ანუ ინტერნეტი და კომპიუტერი შენ სწორად აღნიშნე რომ ჭირდებოდა რა რომ განგრძობითი დრო ჭირდებოდა მინიმუმ სოფტი ანუ ამ სოფტი არ იყო მარტო რა hard რაღაცები ჭირდებოდა მაგალითად რა ინტერნეტის კაბელის გაყვანა სადღაცას რომ მიგეყვანა და ეს ნელა განვითარდა ეს ინტერნეტის რაღაცა და ნელა გაიგო სამყარო ინტერნეტის შესახებაც ხო AI როგორ არის ინტერნეტი თუ გაქვს всё უკვე რა აგერ ჩავშეხვალ და უფასო ვერსიას მაინც გამოიყენებ ამიტომ ძალიან ასწრაფდა ეგ პროცესი და რავი აგერ ჩინეთში თუნდაც რაღაცა სხვა იმებშიც უკვე ფიქრობენ რომ როგორ დაიწყონ ამ AI-ის გამოყენებას ამ განათლების სფეროში როგორ ასწავლონ ხალხს ბავშვებსაც მათ შორის რომ პირველი კლასიდან მაგალითად ხო ჩინეთში პირველი კლასიდან დაიწყეს AI-ის სწავლება რომ როგორ ასწავლონ ამის გამოყენება პირველი კლასიდან დაიწყეს კი ჩინეთში უკვე ეგრე არის ხო იცი რა სასწავლიან კონკრეტ პირველ კლასში ან აუ ზუსტად არ მახსოვს სიმართლე მაგრამ ამასაკის ბავშვს რა უნდა ასწავლო რა ხო ანუ ნუ პირველი კლასიდან შეიძლება თვითონ Gen AI-ის ნაწილი არ ასწავლო მაგრამ რაღაცეების ანუ ეს როგორ მუშაობს მაგამდე მე აი მაგალითად ჩვენ სკოლებშიც ქართულ სკოლებშიც პროგრამირების საწყისას რასაც პირველ კლასში ასწავლიან არის რომ რაღაცა წარმოიდგინე რაღაც რამდენიმე ასე ვთქვათ გამზადებული საკაკ და ამათ შეერთება რომ აი ეს თუ ამასთან შევაერთე და აი ეს დავამატე რაღაცა შვება და იქ მე ვიზუალური მხარე კონდეს რომ აღქმადი იყოს ბავშვისთვის მარტივად რომ ამ კომპონენტების რაღაც გაერთიანება და step by step-ის ნაწილი რაც არის რომ პირველი ეს გააკეთა მეორე ეს მესამე ეს რაღაც შედეგს იღებს რა და ეგეთი აზროვნებას აწყებინა ალგორითმულ აზროვნებას ვეძახი ხოლმე მე რაც ქვია რომ აი ამ ეს რაღაცები როგორ მუშაობს და ეგ ფუნდამენტი რო გესმოდეს რომ ეგ ჩაეძიო და რაღაცა თუნდაც ფიდი მოიწყო და რაღაც ხო ეს რაღაცები როგორ მუშაობს თავიდანვე რომ ამ რაღაცებს ფეხი კონდეს აწყობილი მაგრამ ჩვენ ძალიან ფუნდამენტურ სხვა პრობლემა გვაქვს რა ქვეყანაში რომ ამ ეპოქაში რომ ვიღაცას შეიძლება ინტერნეტთან წვემა არ კონდეს და კომპიუტერთან წვემა რაღაცა ამ რაღაცებთან წვემა არ კონდეს და შესაბამისად AI-სთან წვემა არ კონდეს ნიშნავს რომ რავი აი მე მაგალითად თუ რაღაცა განათლების რეფორმა თუ რამე უნდა გაკეთდეს პირველ რიგში არის რომ უბრალოდ ყველას მისცე და რეკლამაში არ ჩამეთვლება ალბათ რომ აი ChartG არის ეგეთი ორგანიზაცია კიდე რომელიც მაგ რაღაცებს აკეთებს რა საქველმოქმედებო და მაგითო ვიძახი რომელიც ანუ რა შესაძლებლობას აჩენს სხვებისთვის რომ უბრალოდ ამასთან წვემა გქონდეთ. იქიდან ვიღაცა გამოიყენებს, ვიღაცა არა და ეგ უკვე next step-ია რომ ჩვენ ვასწავლოთ, ანუ რაც იქით რაც ხდება, რომ ჩვენ ვასწავლოთ როგორ გამოიყენონ, ეგ არის next step-ი. მაგრამ მინიმუმ რომ ყველას და თუ ყველას მისცემ მაგის შესაძლებლობას რომ ამასთან წვემა გქონდეს, მაშინ ვიღაცები თავისითაც აუღებენ ამას ალღოს და ის 1-2 კაცი კიდე უფრო რაღაცა ვაფშე სხვა სამყაროში სხვა შესაძლებლობებს მისცემ რა. ეგ არის ჩემი აზრით ძალიან მარტივი გასაკეთებელი. ანუ არა რაღაცა წარმოიდგინე რომ სადაც მაღალმთიან რეგიონში რაღაცა ერთი ცენტრი გააკეთო, რომელიც იმად დაურიგო, რომელიც ბიბლიოთეკასავით რაღაცას ვიძახი რა. ბიბლიოთეკა თუ იყო ადრე რომ წიგნები და რაღაცები უნდა იყოს, ეხლა უნდა იყოს რომ აი ამასთან შესაძლებლობა გაქვს რომ რავი, მინიმუმ შენ 1 საათით დაждდე დღეს, ანუ 2 საათით, შენც 2 საათით, შენც 2 საათით რომ გამოიყენო. ნახო, გაიგო ახალი რაღაცა ისწავლო რა. და მარტო ეგ მინიმალური რაღაცაც რომ გააჩინო უკვე ძალიან დიდი რაღაცა არის და მე შეგიძლია რომ რავი აგერ გაიასნაირი ორგანიზაცია იქნება თუ მე ვიქნები თუ შენ იქნები ვიღაცები და აი ამ ესეთი პოდკასტები თუნდაც ხო ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი რატომ არის რომ ამ პოდკასტს მოусმენს და ეს გაიდლაინი შეიძლება მიიღოს რომ ვა ნახე რა ყოფილა რომ თურმე შეიძლება რომ ამას რაღაცა კრიტიკულად შევხედო თურმე შეიძლება რომ რაღაცა სხვა გავაკეთო რა დამატებით რაღაც შესაძლებლობები გავიჩინო და ეხლა რაც სიტუაციაში ვართ არის რომ უბრალოდ ძალიან დიდ ნაწილს ამის შესაძლებლობა არ აქვს. და რავი, ჩემი და აი ამ ჩემი მეგობრების ერთ-ერთი მიზანიც ეგ არის, რომ ერთი რომ სკოლებში რაღაცა იქნებ აი ეს AI literacy-საც ვიძახით რა, რომ ცნობადობა გაიზარდოს და მეორე მხრივ კიდე მე რაც მინდა რომ მე ცოტა უფრო მომავალში კიდე უფრო აქტიურად ვიყო ჩართული, ეგ არის რომ
აი ამ რაღაცა, რასაც რეგიონებს ვეძახით, გინდა მაღალმთიანი ნაწილი, გინდა სადღაც ისეთი ადგილები, სადაც ასე ვთქვათ, ჭყალებში ცივილიზაცია ჯერ კიდევ რთულად არის, იმიტომ რომ აი ესეთი შესაძლებლობები არ აქვთ. ეგ შესაძლებლობები უნდა გავაჩინოთ რა და მე მგონია რომ რავი სახელმწიფოს ბევრ რამეზე შეუძლია და გავლენა იქონიეს, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა არ ვართ იმ კონდიციაში, სადაც ეგ გავლენას ახდენს, მაგრამ ეს პირველი დღის წესრიგში თავი თემა ეს უნდა იყოს ალბათ. უეჭველი. უბრალოდ სამში მაინც მე აი ესეთ რაღაცას ვიტყვი რა ცოტა არ ვიცი არაპოპულარულია თუ პოპულარულია, მაგრამ რავი სახელმწიფოს არ აწყობს რომ ეგ გააკეთოს რა. ანუ ჩვენაირ სახელმწიფოებს არ აწყობს რომ ყავდეს ეგეთი შესაძლებლობების მქონე ხალხი. და ეგ არის იმიტომ რომ იყოს მეტად მართული ადამიანები და მეტად მართული ადამიანები არიან ისეთი ადამიანები რომლებსაც ეგეთ რაღაცებზე ის არ აქვს და ამიტომ არის ამ რუტინაში ვიმუშავებთ. შენ როგორც კი ისეთ სახელმწიფო ხდები, სადაც შენთვის მნიშვნელოვანია რომ შენი ქვეყნის მოქალაქეები უფრო advanced ტიპები იყვნენ, უფრო განათლებული ტიპები იყვნენ, იმიტომ რომ იმათმა რაღაცა შექმნან მერე და ამ შექმნილით ისარგებლო შენ როგორც სახელმწიფო, იმიტომ რომ გაიზრდები და ეკონომიკა გაიზრდება. აი ამ ნაწილზე არ ვართ რა ამისულები. ჩვენ ვართ იქ რომ რაღაც არსებობს, რაღაც ეკონომიკა არსებობს, 20% გადასახადებს ვიხდით, ეს არსებობს და რაც შეიძლება მართული ტიპები ვიყოთ. აი ეს აქ ვართ ჩვენ და აი ამ ზღორის გადალახვა ვცდილობთ მათ შორის რა ვიცი, ბევრი წელი. ხო, პრინციპში ეგ ხა შეგიძლია ხო, ყველა მთავრობას იდეაში ეგ ურჩევნია, რაც შეიძლება ადვილად მართოს ადამიანები და მოსახლეობა და თავის ჭკუაზე ატაროს ასე ვთქვათ რა. ეგ ბუნებრივი მოვლენა ასე ვთქვათ, ცუდი მოვლენა, მაგრამ ბუნებრივი არის რა, მაგას ვერ გაიქცევი, მაგრამ იმასაც ვერ იზამ რომ იგნორი გავუკეთო ამ თემას რა, ანუ რაღაცა ნაბიჯების გადადგმა მაინც საჭირო გახდება. კი, სულ რა წყვდეს. კი, უბრალოდ აი ხო გეუბნები, ბევრად შეუძლია რომ გაწელოს. და გაწელვა თუ ადრე იმას იწევდა რომ შენ განათლების სფეროში ჩამორჩე 10 წლით. გაწელვა ახლა შეიძლება იმას იწევდეს, რომ შენ ჩამორჩე უცბად 5 წელიწადში 20 წლით. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი პოინტია, რომ ანუ იქ შეიძლება გავწელეთ რომ მაგალითად ეს განათლების სტანდარტი რაღაცები რა თქმა უნდა კეთდება, რა თქმა უნდა ვითარდებით, მაგრამ ეგ ეხა დროის დაკარგვა იმის ანუ პირიქით შესაძლოა გაჩნდა რომ ეს გეფი ამოავსო და შენ შეიძლება ეს შესაძლოა დაკარგვა და პირიქით გეფი გაიზარდოს. აი ხო, ალბათ უფრო აი ტოტალიტარულ ქვეყნებში და ისეთ ქვეყნებში სადაც რაღაცა ერთი ძალა მართავს დიდი ხანი და რომელსაც ესეთი გრძელვადიანი გათვლა აქვს, მანდ უფრო არის მაგის საშიშროება, რომ სპეციალურად შეაფერხონ რა თუ ხარ რაც უფრო დემოკრატიული პროცესი რო იცი რომ 4 წლით ხარ არჩეული და მე მაქსიმუმ კიდე 1-4 წლით იქნები, იმაზე აღარ ინერვიულებ რომ ეხლა 10 წლის ბავშვს რო რაღაცა ვასწავლო ის მე ისეთი ჭკვიანი გახდება რომ მე აღარ ვმართო, შეიძლება მაგაზე იმდენთ აღარ ჩათვალო ეგ საფრთხეთ რა. ანუ დემოკრატიაც უფრო საჭირო ხდება. კი, კი. ანუ ეგ არის რომ სურვილი, უბრალოდ ეგ სურვილი ხო ადამიანებისგან ჩნდება რა, მთავრობაც ადამიანების არჩეული მთავრობა არის ხო, წესიერ ქვეყანაში და თუ რიგითი ადამიანები მე ეგრე მგონია და მე ეგრე უყურებ მაგ საკითხს, თუ რიგითი ადამიანები დავიწყეთ მაგ ასე ვთქვათ ჭყალებში კამპანიას რომ რავი აი გავაჩინოთ და შეგვიძლია რომ ისედაც გავაჩინოთ ხო რაღაც ლოკალურ ადგილებში მაინც შეიძლება მასშტაბურობა ვერ მივცეთ. მაგრამ ლოკალურ ადგილებში მაინც და მე რა ვიცი განათლების სამინისტროსთან ერთად და მათ შორის გაიაც ახლა იმ რაღაცა AI ლიტერასის პროექტს სამინისტროსთან ერთად აკეთებს. ანუ წამოყვებიან უეჭველი, სხვა გზა არ იქნება რა, შენ თუ 1-2 დაძარი ისეთი რაღაც რომ იქ რაღაც გააჩინე, აქ რაღაც გააჩინე და ეს უეჭველი კარგია, იცი, გჯერა და შესაბამისად ამის გაშუქებაც არაფერი პრობლემა არ არის ხო და ხალხს გააგებინე ეს, მე ავტომატურად თვითონ მოვლენ და თვითონ ასე ვთქვათ ჩაგიმეგობრდებიან, ვინც არ უნდა იყვნენ, რომ ეგ კაი საქმე აკეთო. იმიტომ რომ სხვანაირად შენი თქმის არ იყოს იმ 4 წელიწადში აღარ აიჩევენ და იქნება, იმიტომ რომ ძალიან ნათელი გახდება, რომ არიან არა მეგობრები, არამედ მტრები. და ამიტომ მაგ შუალედს უეჭველი აიჩევენ, რომ რა თქმა უნდა იყვნენ მეგობრები. ხო, ალბათ რასაც შეიძლება მიამსგავსო, ეხლა მომივიდა ეს ასე ვთქვათ პარალელი, რომ აი სოციალური ქსელები რო გაჩნდა. ამან როგორც რაღაც დონის ძალა მიცა ადამიანებს და საზოგადოებას, რომ უფრო მეტად ვთქვათ საზოგადოება მობილური იყოს, რაღაცა
ეგრევე რეაქცია გამოავლინოს რაღაცაზე, რაღაც ძნელი გახდა პროპაგანდის ძველი მეთოდების გამოყენება, რომ რაღაც 1-2 არხი ქონდა და რაც სიტყვოდი მიჭირდათ, ეხლა სოციალურ ქსელში ჯანადიოდ ჟურნალს ტყუილი იქნება თუ რაც იქნება, მაგრამ მეორე მხრივ გააჩინა საფრთხე, რომ უფრო იქიდანაც რაღაცა ბავშვი მოაქციო ადამიანი და მოკლედ დაახლოებით ესეთი რაღაცა იქნება ესეც, რა თან ძალასაც მოგცემს და თან მეტ რისკებსაც გაგიზრდის, რომ შენზე უფრო მეტ გაცილებით ადვილად შეძლებენ მოახდინონ გავლენა, გაცილებით ადვილად მოახდინონ იმის პროგნოზის გაკეთება და გათვლა, რომ შენ ვის აირჩევ, როგორ ნაბიჯს გადადგა რას იყიდი, მაგრამ შენც სამაგეროდ მეტი ძალა გეძლება რა. კი, მეტი დატა არის რა, მეტი დატა რას ვიძახდით. მოგეთ კრიტიკული აზროვნება ხდება, ახალი ოქრო იქნება ეგ რა ადამიანისთვის. და ეგ არის ძალიან რაღაცა, აქამდეც პრინციპში კრიტიკული აზროვნება ეგ იყო, რომ აი გაგას ეგ fake news და ის გაგასხოვებინა ერთმანეთსგან და რაღაცა ხო მსგავსი, მაგრამ ეხა კიდე უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მეტი დატაა და მეტი დატაში რო ჩაიკარგო. ხო, რო ჩაიკარგო, მანდ უფრო კიდე უფრო მნიშვნელოვანია და თან რაც წეგამ თქვით, რომ კიდე უფრო რთული გახდა ამ სკილის გაუმჯობესება, იმიტომ რომ ვიღაცები თუ ავტომატურად იუმჯობესებდნენ, ეგეთი იყო ცხოვრება, რომ რაღაც არა ვიცი, აი middle იმას წეგანაც თქვით რა, სწავლობს, ვინც საშუალოდ სწავლობდა, იმას ავტომატურად იუმჯობესება და ეხლა შეიძლება ეგ გამოვტოვოთ. ეგ სტეპი და ეგ სტეპი არ უნდა გამოვტოვოთ რა. და ეგ სტეპი რო არ გამოვტოვოთ, თუნდაც იმ სოციალურ ქსელიდან დაწყებული, რომ სოციალური ქსელი მოვიგო მე და არა სოციალურ მაქსიმუმ მოვიგოს მე. როგორც თვითონ უნდა. ეგ არის ძალიან აი basic step-ი და შეუძლია ნებისმიერს ცადოს, რომ აბა მოდი მე რაც მინდა ზუსტად ისენი რომ აჩვენო სოციალურ ეგ მარტივი სავარჯიშოა რა. ხო, ალბათ ხო აი ურთიერთობის მოდელი ეგ იქნება, რომ შენ ეცადო შენი feed-ი მოიწყო როგორც შენ გინდა, ხელოვნურ ინტელექტსაც ესე უნდა ურთიერთო, ხო, ალბათ ეგ იქნება მოდელი ხო. ხელოვნურ ინტელექტს უთხრა, რომ მაგალითად აი რა ვიცი, რომ მაგას ყველა შეამჩნევდა, რომ რო წერ პირდაპირ ძალიან მაგარი იდეებია, მაგარი რაღაც სულ გაქებს და სულ შენ ეგოს იმაში არის, კვებაში არის და ხანდახან თუ არ უთხარი რომ მოდი ეხა ეს დაანები ამ ჩემ ქებას თავი და კრიტიკულად რაღაცებში დამეხმარე რომ ჩემი რაღაცა განვითარების ნაწილი მას ოქნა მიდის და გეუბნება რომ ყნაბისმიერ იდეაზე რომ ეს მაგარი იდეა, მაგრამ აი ცოტა ესეკენ და სულ მაგარი იდეას გეუბნება და ხო, აი მაგას მივადექით რომელს მაგრამ ეხა შენი საქმე უნდა გამნევოთ ყველა ხელოვნურ ინტელექტს ხმარობ არის რომელიც გამორჩევოთ რომელსაც დასხმარობ აი ესეთი ჩატები რომელსაც აი არაპროფესიონალი ხო არ მგონია რომ ეხა დიდი ტიპები ვინც არიან ყველა უკვე იმდენად კონკურენცია ეგეთია დიდი რომ რომელსაც არ უნდა ხმარობდე თუ ინჟინერი რაღაცა კონკრეტულისთვის არ ხმარობ ხარისხი თითქმის მსგავსია რა იქ რაღაცა კლოდი მაგალითად ხა კოდინგში ეხა ცოტა წინ არის მაგრამ ChatGPT-მ გამოდგა ახალი მოდელი რომელიც უკვე კოდინგში დაეწია ამ ბოლოში არიან რა და უეჭველი ის არის ხა შენ რომელ მე ხა მაგალითად ალბათ ყველაზე ხშირად მაინც Gemini-ს ხმარობ იმიტომ რომ უბრალოდ იმ სივრცეში ვარ რა იმ Google-ის რაღაცებს ვიყენებ და იმ სივრცეში ლავირებ და Google-ს ეგ პლუსი აქვს რომ აი ეს აქ ეკოსისტემა კაწობილი და თან როგორც ვიცი ახლა შესაძლებლობა გაქვს რომ მე ცოტა ხნის წინ გავიგე რომ Google-ის სხვადასხვა აპები დააერთო შენი Gmail-ი, შენი Maps-ი, შენი Drive-ი რაღაცები და ხო ეგ უკვე არის შესაძლებელი? კი, არის. ბეტა ვერსია არის და ბეტა ვერსიაში არიან ახლა ჩართულ მეც რაღაცებს ტესტავ მათ შორის, მაგრამ ნუ ჩათვალე რომ ხო რა ერთი კვირა ორი კვირა უნდა ტესტირებას მეტი არ უნდა და ანუ ჩატში Gemini-ს მივწერო ახლა მეილი გააგზავნე თვითონ ჩემი Gmail-დან გააკეთებს რაღაცებს და Gmail-ს რაღაცებს იმას კიდეც დაგიწეს ან Drive-ზე რო რაღაცა მაქვს ხო ეგ აქამდეც შესაძლებელი იყო ოღონდ ცოტა უფრო advanced იმითი რომ რაღაცა მაგალითად აგეწყო რაღაც ავტომატიზაციას აგენტურა ესაც უძახით და ეგ გაკეთებინა მაგრამ ეხლა უკვე ჩატიდან არ შესაძლებელი ნოუთბუქ LM-ი არის მაგალითად ხო Gemini-ის ტიპი რომელიც პრეზენტაციებს გიგებს და რავი ყველაფერს გიკეთებს. ანუ სხვადასხვა თულები უკვე გახდა როგორ იცი რომ ეს GenAI-ია, მაგარია, მაგრამ კიდე არსებობს რაღაცა კონცენტრირებული AI-ები, რომელიც კონკრეტულ რაღაცებს უფრო მაგრად აკეთებენ და შეიძლება იმისთვის, იმ კონკრეტული საქმისთვის რაღაცა სხვა მოძებნო. და ეგეც რა თქმა უნდა მოძებნო ისევ AI-ს დახმარებით, რომ უთხრა რომ Gemini-ის კითხო. რა თქმა ხო, აი კლოდში ცოტა ვიბნევი ეს რაღაც მოდელები რომ უნდა აირჩიო და რაღაც პრომპტს რომ იწერ, უნდა იცოდე რომელი უკეთესად გიპასუხებს. ცოტა ხნის წინ ვცადე რომ ვიდეოდან შორტების მოჭრა გამეკეთებინა ავტომატურად რა არის ესეთი პრომპტი რომ თქვა ტრანსკრიპტი ვიდეოსი ანუ ტექსტი ჩაუკოპირო
რაზეც იყო საუბარი, ეს ადვილად შეიძლება აიღო YouTube-ზე რო ატვირთა, ის ავტომატურად აკეთებს, შეიძლება გადმოკოპირო და უთხრა რომ აქედან არჩიე საუკეთესო 60 წამიანი მონაკვეთი, რომელიც გამოდგება შორთებისთვის. და აქამდე მივედი და მე უბრალოდ დაჭრა უკვე რომ თვითონვე აიღო ეს ფაილი და დაეჭრა შორთებად, მან უკვე ვეღაცები ვეღარ ქნა და ზომაში იყო შეზღუდები და რაღაცები. ხო, და აი მანდარი რომ შეიძლება აქამდეც მივალთ, ხო. ხო, რა, ერთი რომ აქამდეც მივალთ და შეიძლება იქ რაღაც სტეპამდე რომ მიხვედი, მაგალითად უთხრა რომ კაი ვერჭი დროები მითხარი, საიდან და დაჭრა გააკეთები და მე უკვე სხვა თულს, რომელიც იცი რომ ისედაც კარგად ჭრის. ხო, და აი ეგ ვეღარ გააკეთა, მე რო ვეუბნებოდი რომელს გავაკეთებინო, იქაც აიჭრა და მოკეთ თავი ბლანდე და მე დავიღალე და გავანებე. ეგეც არის რომ მაგრამ ერთი შორტი გააკეთა, რაღაცას მივახცე. ძალიან რთულია უკვე ისიც რა, ლავირებაც, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, მით უფრო შენც ამ რაღაცაში იმაშვები რა, იხა მე არის უკვე რომელი უფრო user friendly-ია, რომელი უფრო რაღაც აი თავიდან ChatGPT რო იყო და ChatGPT-ს რომ მიიჩვეო ბევრი ტიპი მე ამათმა თუ დააკვირდი, აი Gemini-მ და რაღაცა user, ანუ ინტერფეისი რაღაცნაირად მაინც დაამგვანეს იმას. ანუ იმ ჩატის ინტერფეისი დაამგვანეს, აი აქეთ რომ მარცხნივ რაღაცები, რაღაც, იმიტომ რომ იმას მიჩვეული ადამიანები იყვნენ უკვე და ამაგათთვის უფრო მარტივი იყო ლავირება, რომ ამათზე გადმოწყობილიყვნენ, მოეპარათ იმათი იუზერები რა. მე შეიძლება უკვე თვითონ ეგეთი რაღაცები ააწყონ, რომ უფრო user friendly როგორ გახადონ, უფრო მარტივად, ასე ვთქვათ, ლავირებოდი როგორ გახადონ რა და ეგ ხო, და აი ამის თქმას რა, რომ ჩვენ ჩაწევანდეთ გვისაუბრია მაგაზე, რომ თქვათ ნათქვამი, მეც ნათქვამი მაქვს Gemini-ისთვის, რომ რასაც მიპასუხებ, ყოველთვის ეცადა იყოს გადამოწმებული და დარწმუნებული იყო შინაგან პასუხში და ასე შემდეგ რა და რომ ეს არ მაქვს სულ და რაღაცა კი არ მასიამოვნო, ანუ სწორი პასუხი მითხარი. მაგრამ ამას აქვს აზრი, ანუ რეალურად რაღაცა ლიმიტია აქვს ხელოვნურ ინტელექტს, რომ აი თუნდაც რო უთხრა, რომ აი რაღაცას იმასუხა 10 ჯერ გადაამოწმე. აქ აზრი თუ ერთხელ გადაამოწმეც რომ უთხრას იგივე პასუხი მექნება, ანუ რაღაცა ლიმიტები აქვს გონებრივი შესაძლებლობების, ასე ვთქვათ. ანუ იმიტომ რომ ანუ მანდ მეორე თემაა კიდე რომ როდის ჰალუცინაციები ემართება და ხანდახან ისეთ დამაჯერებელ პასუხს გაძლევს რომ ზუსტად ანუ მანდ არის რომ შეიძლება უთხრა გადაამოწმე და აი გადავამოწმე და ის არ იყო სწორი და ეხა ეს არის სწორი და ეგეც ჰალუცინაცია იყოს. ხო აი მანდ დაჟე რაღაც მომენტში შეიძლება ბევრი გადამოწმება რომ უთხრა უფრო ჰალუცინაციაში წავიდეს, იმიტომ რომ შენ encourage ანუ იმაშვები რა ქვია უკეთებ ამას უჯიკებ იმისკენ რომ კიდე გადამოწოს კიდე რაღაც სორსები ნახოს კიდე რაღაც ისე ნახოს ხო და ამას ისედაც ისე არის გადატრენირებული რომ თავიდან რაღაცა უფრო სანდო წყაროებსთან მოიგითხოს ეს data და არსებობს ხოლმე რაღაც სტატისტიკები რომ აი ყველაზე მეტ პასუხს რა საიტებისზე დაყრდნობით ცემს AI და იქ რაღაცა Wikipedia ხოლმე რაღაც ანუ არსებობს ეგ ასე ვთქვათ პირველი ლეიერი, სადაც უეჭველი წავა და მოძებნის, შეიძლება გააჩნია რასეძებ უფრო ჩაიკითხო რომ აბა მოდი ცოტა უფრო დეტალებში მითხარი, ცოტა უფრო მეტი დააჩელენჯე, ცოტა მეტი რაღაცა ნახე, მაგრამ შენ თუ 10 ჯერ გავაკეთე ეს რა, მე შეიძლება ეჭვი შეეპაროს რომ ეს რაღაცას რაც ვეუბნები ვაფშე სხვა არ არის ბანძობა და ის სხვა რა ჭეშმარიტება რაღაცა სხვა რომელიც ვიღაცა ჯიჯიკოს უწერია სადღაცას და ის პირიქით უფრო ჰალუცინაცია მოხდეს. ამიტომ მე მგონი რომ ბევრი ჩაკითხვა არ არის მთლად ის, მაგრამ ის რომ 1-2 ჯერ დააჩელენჯო რაღაცა მოტესტო, მე რაც ვაკეთებ ხოლმე კიდე არის რომ ჩათვალე რომ რაღაცა გვალმაგიდასთან შეკრებილი ტიპები რო ხართ რომ შენ იქით Gemini, აქეთ Claude, იქით ვიღაცა და ანუ თუ გადავაწყვეტ გინდა შეიძლება Gemini-ს კი არ ჩაიკითხო ძალიან ბევრჯერ. მოდი აბა ამასაც ვკითხავ და იმასაც ვკითხავ. და იმათი რაღაცა სხვა პასუხები შევადარო ერთმანეთს და ან ერთმანეთთან ვალაპარაკო ვაფშე მომჭილო და გვამაგიდეს მაგიტო ეძახი რომ მეც და ისინიც რომ რაღაცა მსჯელობაში შევიდეთ რა ერთმანეთთან და ძალიან წარმედგინე რომ მე შენ ვზივართ როგორც ვლაპარაკობთ ეგრე აქ რო გვეჯდეს ახლა რა ვიცი ვინმე Gemini და მაგასთან ერთადაც ვლაპარაკობთ და რაღაცას ვეკითხებოდეთ და მე აქეთ ვიღაცა არ ვიცი კლოდს ვეკითხებოდეთ კიდე რა და ამიტომ გადამოწვევის ნაწილში უფრო ეგეთ რაღაცებს უფრო ვიყენებ ხოლმე რა რომ სხვადასხვა სორსები სხვადასხვა AI-ით მოვთელო და ამას ხო არ აქვს რამე აი კაკრას იმის გამო რომ ხო არ აქვს რამე bias ტიპი ხო არ არის თავისი რამე ეკოსისტემის მიმართ ან რაღაცის მიმართ. ხო.
სუბიექტური, ხო? სუბიექტური ხო არა. კიდე რაც ვისწავლე ურთიერთობაში ხელოვნურ ინტელექტთან არის, რომ ხშირად მგონია, რომ გასაგები კითხვა დაუსვი, ან პრომპტებამდე მივედით რა და თურმე იმას რაღაც უცნაური პასუხი გაუწია და რომ აკვირდები რომ ეს რატო მოხდა, მე ხვდები რომ შენი კითხვა იყო ცოტა ბუნდოვანი და ეს კონტექსტი შენ გესმოდა თუნდაც წინა ჩატებისგან, მაგრამ იმას შეიძლება ვერ გაიგოს ადამიანური კონტექსტი რა და ამიტომ საჭირო არის რომ რაღაც ძალიან ანუ რაც რო დაკონკრეტებულ და ზუსტ კითხვას დაუსვამ, უფრო ანუ კითხვას, ანუ პრომპტს უფრო შეიძლება სწორი პასუხი მიიღო და იმან რომ რაღაც არასწორი პასუხი გაგცა, იმის ბრალი კი არ იყოს, შენი არასწორი კითხვის დასმის ბრალი იყოს. და ხშირად ყოფილა მაგალითად გუშინ იყო, რომ ვიდეოს მას ვაკეთებდი thumbnails რა, ხო, თავარი ფოტო რაც ჩანს ხოლმე YouTube-ზე და მინდოდა რაც ობიექტის ამოჭრა. და რო უთხარი ამოჭერი თქო, ანუ ბექგრაუნდი მოაშორე თქო, ვერ გააკეთა, რაც ცუდად გააკეთა, ხარვეზებით იყო. და მე ვკითხე, რომ მითხარი როგორი პრომპტი დაგიწერო, რომ ეს გააკეთო ზუსტად, ანუ აუხსენო, მინდა აი ეს გავაკეთო და ეხლა მითხარი ამის პრომპტი ზუსტად, რომ შენივე ჩაგიკოპირო და დამიწერა დიდი აბზაცი, ჩაუკოპირე და გააკეთა ზუსტად ისე როგორც მინდოდა. და ეს რაღაცა ესეთიც მაქვს მოსმენილი, რომ რაღაცა თითქოს ეს პრომპტებისადმი მიდგომა შეიცვალა და აღარ არის საჭირო რაღაცა აფხელა რაღაცების წერა და უფრო ნაკლებად საჭირო გახდება და კონტექსტს უკეთესად გაიგებს მერე და არის ეს ტენდენცია? კი. კი, ეგ არის რომ აი უფრო user friendly გახდეს მეთქი რასაც ვეძებ, უფრო მომხმარებელს მორგებული ტიპი გახდეს. აი ბოდიში ეგეთი რაღაცა შემოხვედრია, რომ თუ გინდა ამოჭრა, ეუბნები რომ ეხლა მოიქეცი ისე როგორც მოიქცეოდა პროფესიონალი, ხო, Photoshop-ის მცოდნე რაღაცა და მე გააკეთე. ეგ ჯობია, ვიდრე უთხრა რომ ეხლა Photoshop-დან ეს ამოჭერი. ხო და ცოტა უცნაური არის რა, შენ წარმოდგენაში იგივე არის. ანუ კონტექსტს ავიწროებს, იმიტომ რომ იქ ხო რაღაცა წარმოიდგინე, რომ უკან რაღაცა ძალიან დიდი აი როგორ ვთქვა, სიმარტივი რო გავამარტივოთ, ძალიან დიდი საწყობი არის დატის. დავუშვათ, ხო? რაღაცა ბევრი რაღაცაზეა დატრენინგებული, იქ რაღაც ბევრი საიტები არსებობს, ამავდროულად გაშენებთ. ეხლა აბა რა უნდა ქნას, რომ მივიდეს და უნდა იმ საწყობში მოძებნოს სწორი ყუთი, რომელშიც ეს შენი პასუხი არის ჩადებული. ეს სწორი ყუთი რომ მოძებნოს, მაგისთვის იყენებს შენ მიწერილს და შენ მიწერილს შლის რაღაცა ისეთებად, რაც მიმართულებას მისცემს. და შენ თუ ეს მიეცი რაღაცა დაუშვათ ერთ წინადადებაში უთხარი, რაღაც არ ვიცი, Photoshop-ი და ამოჭრა უთხარი, ეს ორი ქია მოიღო და სადღაცამდე მივიდა. შეიძლება დეპარტამენტამდე სწორად მივიდა, რაღაც დეპარტამენტამდე, მაგრამ იმ დეპარტამენტში კიდევ ბევრი კარი გააღო, ხო? ხო, და არასწორი კარში შევიდა, ან ბევრი რაღაცა, მე რო ჩაიკითხები, მე უკვე გამოვიდა სხვაგან შევიდა, ეგეთ რაღაცა არის რა, სიმართლისთვის რო ხსნათ და შენ რაც უფრო ეუბნები, რომ მოდი შენ ახლა მოიქეცი როგორც ილუსტრატორის მცოდნე ტიპი თუ რაღაც ამ ედიტორის მცოდნე ტიპი, უკვე სადღაცას მივიდა, მე უთხრა რომ ამ ედიტორისთვის ამოჭრა მჭირდება რაღაცა ობიექტის, უკვე ის როგორც ედიტორი იქ რაღაც ეზიზავ და იქ უკვე სწორყუთებთან მიდის უფრო რა. და მაგიტო უფრო სწორ რაღაცებს გიბრუნებს და უბრალოდ რაღაც დონეზე user friendly გახდება რომ რაღაცა დაგეხმარება თვითონვე დაგეხმარება აი მოდი აბა ესე ხო არ გინდოდა ან რაღაცა ეგეთ შეიძლება კითხოს პრომპტის დაწერად რომ მიხვდეს რომ რაღაც ესე გინდოდა თუ ესე გინდოდა მაგალითად choice-ები მოგცეს მაგრამ შენ ეხა მოკლე ტექსტს რო დაუწერ მაინც ეგ პრობლემა იქნება იმიტომ რომ ეხა მოკლე ტექსტით შეიძლება ბევრი გზა იყოს მართლა რა მიხვიდე ამოჭრას დეპარტამენტში და მართლა ბევრი გზა იყოს იქით და ამ ბევრ გზაში რომელი აირჩიო დამატებითი კონტექსტი გჭირდება და დამატებითი კონტექსტი უბრალოდ რაც შეიძლება გამარტივოს არის რომ შენი გადასაწერი კი არ იყოს არამედ დამატებითი კონტექსტის ამორჩევის საშუალება მოგცეს ამ კარში შევიდე თუ ამ კარში შევიდე და შენ აგარჩევინოს რომელ კარში შევიდეს ეგ არის რაც next step-ი არის რომ იმის და ამ prompt engineer-ის ზოგადად ეგ მუღამი აქვს რომ რავი უთხრა რომ მოიქეცი რა როგორც ლექტორი მაგალითად და პროგრამირების სწავლა მინდა და აი ამ ეს მიმართულებები უფრო მაინტერესებს. ეს ბექგრაუნდი მაქვს, ბექგრაუნდს თუ ეტყვი უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ანუ შენ თუ ბექგრაუნდს არ ეტყვი, ეს პროგრამირება შეიძლება ბევრი კურსი მოგცეს, ხო, მაგრამ ბექგრაუნდი შენ თუ გაქვს მაგალითად ტექნიკური, ცოტა სხვა რაღაციდან დაგაწყებინებს, შენ თუ გაქვს მაგალითად რა ჰუმანიტარული ბექგრაუნდი ან რაღაცა იცი, სხვა რაღაციდან დაგაწყებინებს რა, ანუ მასწავლებელს პირველი რას აკეთებს ხოლმე ადრე რომ მივდიოდით ხოლმე, ხო, რომ აბა რომელ ჯგუფში ჩავსვა ეს. მივიდეთ და აბა დავტესტოთ, რომელ ჯგუფში ჩავსვათ. ეგ არის ზუსტად ეგ ისა რა, რომ რაღაც კონტექსტი მომეცი, რომ იმის მიხედვით მე რაღაცები მოგცე. კიდე რამე რაღაცა ესეთი რჩევა თუ გექნება ან რაღაცა შეგიმჩნევია, ზოგადად
ამ სფეროში გაუთვითცნობილი ადამიანები რა შეცდომას უშვებენ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაში. განა პრომპტებისა კიდე რა შეიძლება იყოს ეს ტიპი ან რჩევა ან რაღაცა რომელიც უკეთესად გამოგვაყენებინებს. ხო, მე მგონია რომ ესეთი პასუხი მაქვს რა ცოტა არა პირდაპირი, მაგრამ ყველაზე დიდ შეცდომას რასაც ჯერჯერობით უყურებ მაინც რასაც უშვებენ ხოლმე არის რომ არ იყენებენ. ანუ რაღაცებში გონიათ რომ რაღაც საქმეს აკეთებენ ისეც რომელშიც საერთოდ არა რა ვერ აკეთებს ამ საქმეს კარგად. კი შეიძლება რაღაც საქმეს უკეთ აკეთებს, რაღაც საქმეს ნაკლებად, მაგრამ შენ თუ სწორად გამოყენებას დაიწყებ ამისას და უბრალოდ ჩაიგითხები მიმართულებებს მიცემ რაღაცას, უეჭველი რაღაცა additional ნაწილს დაგიმატებს, რაღაცას გაგიმარტივებს. უნდა მოძებნო შენ ნაწილში რა არის რუტინული, რა შეიძლება გავაკეთებინო. იმიტომ რომ გასაგებია რომ მეც არ მესმის ახლა, ყველა მიუხედავად იმისა რომ რაღაცა მონაცემთა მეცნიერის პროფესიის წარმომადგენელი ვარ, ყველაფერი რა შესაძლებლობები აქვს, არ გვესმის რა ჯერ. ანუ მაგ ძიების ნაწილში ვართ ყველა და ჩემი აზრით ყველაზე ხშირად დაშვებოდი შეცდომა ეგ არის რომ ოკეი რა ამას ახლა ამაში ვერ გამოვიყენებ რაღაცას. იმიტომ რომ პირველი ეხლა რას ვაკეთებ ხოლმე არის რომ საქმე რომ აქვს, მოდი ახლა ეს დავყოთ რომ აბა რა ნაწილი შემიძლია გავიმარტივო აქედან, რა ნაწილს უნდა ჩავეძიო აქედან, რა ნაწილი უნდა ჩემით რაღაცა knowledge მივცე, მაგრამ ჩემით რაღაც knowledge-ით კაკრას ამას რომ მივცე. ჩათვალე რომ ასისტენტი, აი მე რას ვადარებ ხოლმე, იცი? მას აქვია, ვისაც Marvel, Tony Stark-ი, ვისაც ევასება და რაღაც რკინის კაცი ევასება, Jarvis-ი რო ყავდა რომ რაღაცა შედარება ხო რა რომ აი რაღაცებს Tony Stark-ი აკეთებდა იმ რაღაცებს, მაგრამ Jarvis-ი აბა ეს ასისტენტი ყავს რა. ანუ შეუძლებელია რომ ეგეთი რაღაც არ გამოიყენო. ანუ უნდა გამოიყენო. თუნდაც იმიტომ რომ შენი knowledge მისცე, მაგალითად. დაუშვათ შენ სფეროში საერთოდ დებილია, არაფერი არის. უთხრა რომ აი ეს ესია, მეგობარო, ეს ესია. რაღაცა დაგეხმარება, ანუ თულია იმის რომ ამ ყველაფრის გადააზრებაში დაგეხმაროს. ანუ შეიძლება შენ თავთან ლაპარაკის ნაწილი რო არის, ხო? რაღაცა ჩვენ რაღაცებს ვიაზრებთ ხოლმე, რომ ჩვენ თავთან ვიწყებთ რაღაც ლაპარაკს და რაღაცა ეს უფრო გეხმარება რა, კონტექსტებს მიმართულებას გაძლევს და ვიზუალურად აღქმადია. შენ თავთან ლაპარაკი ძალიან რთულია. ამასთან ლაპარაკი მარტივია უფრო. ამიტომ ყველა ვარიანტში ვინც არ უნდა იყო, მოკლედ ჩემი რჩევა იქ იქნებოდა, რომ რაღაც ნაწილში უეჭველი გამოყენებადი ტიპი არის და პროსტა უნდა დაფიქრდე და გადაიაზრო სანამ რაღაცამდე მოგადგა და ვიღაცა მოგადგა IA-ით, როგორც წეგუნ თქვით, რომ შენი პროფესიის წარმომადგენელი რომელიც ცოტა უფრო ბრჭყალებში ბანძი ტიპია შენთან შედარებით, მაგრამ AI-ს კარგად იყენებს, შეიძლება სადღაცას მას იქნას. ამიტომ ყველაზე ხშირად დაშვებოდი შეცდომა ეგ არის რა, ჯერჯერობით. და ნუ მე შეიძლება ვილაპარაკოთ რომ ყველა რო დაიწყოს გამოყენებას კიდე რაღაცა იქ prompt engineering-ზე თუ კიდევ რაღაცა დეტალებზე, რომელიც არის რომ აი ეგ არ ჩაიკარგო ამ რაღაცა იმაში და ამ კრიტიკულ აზროვნება არ დაკარგო და მაგ ნაწილებზე გამახვილო ყურადღება რა. მოგეთ AI მომავალზე, სამყაროზე, ხელოვნური ინტელექტიან სამყაროზე რო ფიქრობ, რაც კი რამე სცენარი მახსენდება, ყველა იმას გავს, რაღაცა Black Mirror-ის სერიას გავს რა, რომ ეხა მაგათაც ის სერია გამახსენდა ესეთი სამყაროა რომ ყველა მოწყობილობაში და რაღაცაში ადამიანებს თავის ცნობიერი რო აქვს ჩატვირთული და ვთქვათ ფარდა იხსნება იმ დროს, როცა იმან იცის რომ მე როცა ვიღვიძებ და როცა მომინდება რომ არა, გაიფიქრებ ესეთი კავშირი კი არა აქვს, იმან ის ისე კარგად გიცნობს რომ იცის რომ შენ ამ დროს ფარდის გადაწევა გაგიწორდებოდა ან და რაღაცა ჩაი თვითონ აადუღებს, ხდება როდის მოგინდებოდა რაღაცა დაახლოებით მაქამდე მივდივართ. ეგ არ არის ძალიან შორს პრინციპში, იმიტომ რომ ეხლა შენ თუ რუტინას აღუწერ AI-ს და ამუღამებელი რაღაცა და თუ ეგეთი რუტინა გაქვს ოღონდ რომ აი იღვიძებ ყოველდღე 9 საათზე მიდიხარ სამსახურში რაღაც. ეგ დღესაც უკვე შესაძლებელია. ხო, ან smart რაღაცები ჭირდება, გაჯეტები რომელიც ასევე არსებობს, ხო? ხო და აი მომავალ სამყაროში სადაც თქვათ ეს AGI ბოლო დაიბადა, რომელიც იქნება ყველა ადამიანი, ანუ ყველაზე ჭკვიანი ნებისმიერ პროფესიაში. და როგორც ახლა ChatGPT-ს ან Gemini-ს ელაპარაკები, ეს შეიძლება დაუსვა და საუკეთესო ექიმი იქნება, რომელიც საუკეთესო რჩევას მოგცემს და დიაგნოზს დაგისვავს, საუკეთესო ბუღალტერი, იურისტი და შემდეგ. რა არის ის, რასაც ვერ ჩაანაცვლებს რა ადამიანებს, რაში დაგვჭირდება ადამიანებს ერთმანეთი.
ხო, ძალიან რთული კითხვაა ეგ. ნუ ალბათ ფიზიკური შრომის გარდა, რომ ვიღაცამ რაღაცა საჭმელი გამოიძახი და მოგიტანოს, შეიძლება დრონმა ყველგან ვერ მოგიტანოს. მაგრამ ხა რობოტი საბოლოოდ მოგიტანს, ხო? ეგ დაჟე უფრო მარტივ ჩანაცვლებადი მგონია, ვიდრე მაგალითად ისედაც წერან თქვი, რომ მედიცინა სამედიცინო ნაწილში მთლიანად ჩანაცვლს რა, ეგ უფრო ახლა, ანუ ეხლა რაც ხდება არის ორი არა, ნუ ხო, კი ბატონო, ხო. რომ ერთი არის რომ განავითარო როგორც AGI-ს რასაც ეძახი რომ ეს ტიპი რაც soft-ია, უფრო ჭკვიანი გახდეს და მეორე რომ ამის რაღაცა პატარ-პატარა ინტეგრაციები უკვე მოახდინო რაღაცა რობოტექნიკაში, ხო, ბჭყალებში. და ეგენი გახადო ჭკვიანი უკვე რაღაცა, რა ვიცი, მაგალითად მიწაში დათესოს რაღაცები, თუ რაღაცა ეგეთი რაღაცები გაკეთებენ, ხო? მაგრამ ნუ რავი ჯერ ალბათ შორს არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროგრესი რაღაცებში კიდევ გჭირდება და ნუ რაღაცებს გადაიეზრებინ რაღაცებს მართლა უფრთხიან თვითონაც ხო და აი შორს ამ კონტექსტში რა 2 წელი არის ხო აი შორია ხო აი გალიც ხო არ მაქვს რა ეგეთი სწორი პასუხი მაგაზე არ ვიცი არ მაქვს მაგრამ რობოტების კეთებას ფიზიკურად რო ჭირდება და კაი შეიძლება მომდენო 5 წელი რობოტებით არ გავისოს ქუჩაში რო გახვალ მაგრამ ხო მაგრამ რავი თუ 1-2 გამოიდგა ეგ იმას ნიშნავს რომ შემდეგი რავი 5 წელში შეიძლება მასაკნს ხო ილონ მასკს უნდა როგორც ვიცი რომ რობოტების ქარხანა რომელიც რობოტებს გააკეთებს ეგეთი ქარხანა გაკეთება უნდა რაც რავი არ არის ძალიან წარმოუდგენელი აღარ არის ხო ეგეთი რაღაცის კეთება და რავი ადამიანებისთვის საჭირო რომ მაინც ეგ მგონია რა ისევ რომ ერთმანეთის ნუ ერთი რომ ემოციური ნაწილი არის და მაინც ეს ემოციური თაჩი ადამიანებს ერთმანეთთან გვაქვს და აი მაგ ნაწილში ხა იქ ყველავე ჩაიხარშება ალბათ და რავი იქ თუნდაც ხელოვანია იქ ან მოკლედ სხვა რაღაცებს ვიყავით ალბათ რაც საკეთებელი გვექნება რა ხო აი მე ხშირად ვფიქრობ ჩემი საქმე და გამომდინარე ვფიქრობ აი პოდკასტებს ამდენად ჩაანაცვლებს და თავიდან რო გაჩნდა იყო ეგეც რომ აი პოდკასტებიც აღარ იქნება საჭირო ხოლმე ინტელექტი გააკეთებს მაგრამ ეგრე არ მოხდა და ვერ მოხდება იმიტომ რომ დღეს უკვე არსებობს ხო დაგენერებული პოდკასტები, მაგრამ ხალხი არ უსმენს იმას და ქართულიც მინახავს. ორი ადამიანი ზის და ქართულად საუბრობს, მაგრამ ეს არის, მაგრამ იმას მსმენა არ აქვს, იმიტომ რომ ადამიანი უსმენს სხვა ადამიანის აზრი და გამოცდილება აინტერესებს, თორე ხო იმასთან ვერ იჭერს რა იმ ემოციური მას რა კავშირს რა. ხო, აზრიც არ აქვს, ანუ პრაგმატულადაც უაზრობა იქნება, იმიტომ რომ პოდკასტს უსმენ პირდაპირ ჯემინის ვკითხავ, ანუ თქვათ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პოდკასტი ასტროფიზიკაზე, სადაც ორი ბოტი ზის და ასტროფიზიკაზე ლაპარაკობს. მაგას ატომ უსმენთ და მე შემიძლია ვკითხო და იგივეს მიპასუხებს. კი, სწორად უფრო კონკრეტული პრომპტი უთხრა, რომელიც მე მაინტერესებს და არა შენ რასაც თავად. და იგივე პოდკასტი სამწუთიანი დამიგენერირე უთხრა და ზესწათი აღარ მოусმინო. მაგრამ ვეღაცა ვერ იზავს იმას, რომ შენგან აინტერესებს რაღაცა და უცებ, კაი, ანუ ვეღაცა გისმენს, ეხლა ამას უჩართავს, აინტერესებს შენი აზრი, ანუ ამას ვერ ჩაანაცვლებს. იმას, რომ ადამიანებს აინტერესებს სხვა ადამიანის გამოცდილება რა, ეს მგონია რომ ფუნდამენტური მიდრეკილება არის ჩვენი. ხო, მაგრამ კითხვის ნიშანი რა არის, იცი რომ ეხლა ჩვენ ისეთ მემაში ვართ გაზრდილები ეპოქაში, ასე ვთქვათ, რომ ოკეი, ჩვენთვის კი. მაგრამ ეხლა ვინც იბადება და ეს ახალი თაობა ვინც მოდის, მაგათვისაც იქნება თუ არა იგივე თაჩი, რაც ჩვენ გვაქვს ეხლა ამ ნაწილზე რაც ახლა ვსაუბრობთ და მამედ გუგაბურდულის აზრი უფრო მნიშვნელოვანი იქნება მაგისთვის თუ მემისი ჯემინაის, რომელზეც იცის რომ ბავშვები დაიზრდება რომ დაუშვათ რაღაცა რა ესეთი მაგარი ტიპია. ეგეც არ ვიცი, ანუ მაგიტო ვიბნევი ხოლმე მაგ კითხვაზე, რომ მაგაზე პასუხიც ესეთი ტრივიალური არ არის რა. პროსტა ეგ არის, რომ აი ის ადამიანები, ვინც ახლა გამოცდილება აქვთ უკვე რაღაცაში და მაგ ადამიანებს უსმენ, გეხმარებიან ლავირობაში, რომ როგორ იცვლება სამყარო, რომ მეც როგორ იმას ვქნა, ხო, მეც ახლა უსმენ ხოლმე დაუშვათ რაღაცა, თუნდაც შენ პოდკასტს, თუნდაც სხვა პოდკასტებს რაღაცებს, რატო რომ სხვა ადამიანები ამ სამყაროში როგორ ლავირებენ ეგეც ჩემთვის იყოს რაღაცა არის საინტერესო ხო და მე რო დავუჯდე ეხლა და პირდაპირ AI-სთან რაღაცების კეთება დავიწყო. კი რაღაცებში გავერკვევი, მაგრამ ეს რაღაცა ინფორმაციები არ მაქვს რა, რომ აი ესე არის და ესე შვება და ესე უკეთესია და ეს შეიძლება ესე უკეთესია და ამავდროულად რა. ანუ ეგ ჩვეულებრივი ესეთია განვითარების ნაწილია. ოღონდ ეს ჩვენთვის და არ ვიცი მომავალ თაობებისთვის იქნება თუ არა ისევ რელევანტური ეგეთი რაღაც და
ზოგადად ხო რავი ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობის ნაწილში თუ რაღაცა არ ვიცი წავალ და ჩოგბურთს ვითამაშებ ეხლა ჩოგბურთს ორი რობოტი რო თამაშობდეს ჩოგბურთს არ უყურებ ალკარას სინერი რო თამაშობს ჩოგბურთს უყურებ ხო ანუ ეხლა ის როგორ ჩააწვდის და ის არ მაინტერესებს იმიტომ რომ ვიცი რომ ამის უკან რაღაც სოფტი რაღაცა იმას წევს რა ქვია მაგარ უფრო მაგარი ხო ანუ ადამიანური ამბავი გაინტერესებს იმის მიღმა და არა ეხლა გუშინო რაღაც ჩემპიონთა ლიგას უყურეთ რაღაცა 11-11-ზე რობოტები თამაშობდნენ იმას არავინ არ უყურებდა რა ეგეთი რაღაცები ეხლა უოჭველი არ არის ჩანაცვლებადი რა ამ ეტაპზე მაგრამ ეგ არის უბრალოდ რომ ანუ ჩანაცვლებადი არ არის იმიტომ კი არა რომ ჯერ ვერ ახერხებს ანუ უბრალოდ ადამიანის ინტერესი არის აქეთ მიმართული ეს არა ინტერესებს თორე ეგ უკვე შესაძლებელი არის დღევანდელი მოცემულობით თუ ჩაანაცვლო კი აი რობოტების ისიც ხო არის რა მაგალითად ესენი ხო არის ხოლმე რომ ატარებენ რობოტების ჩხუბი და რაღაცა და ეხლა სად რობოტების ჩხუბს რამდენი ადამიანი ყავს სად UFC-ს რამდენი მაინც ესეთი ის არის რა შედარება არის like to like რო იყოს და მაგრამ ანუ ეგეთი რაღაცები კი მაგრამ ეხლა ჩვენ თუ სულ ეგეთ რაღაცებზე გადავეწყეთ მაშინ ანუ ვერ ანუ ნახეთ თუ ანუ ჩვენ ეს პროფესიების ჩანაცვლამდე ხო რა ისო პროფესიების ჩანაცვლამდე მივიდეთ იმიტომ რომ ფეხბურთს რო უყურებ და ფეხბურთელი რატო არის იქ მაგარი ვიღაცა და რატო შრომობს და თავს გლავს იმიტომ რომ რაღაცა რავი შემოსავალიც აქვს თან უყვარს ეს სფერო რაღაც ხო და ეს შემოსავალი და რაღაცები აქვს იქიდან რომ მე ვუყურებ მაგ ფეხბურთს და შენ უყურებ და იქ თამაშიც მივდივარ და პოპულარულია და რა ვიცი რეკლამას ու დაიწერს მე იქ მე ვიცი რომ მესი რავი ადიდას ხმარობს და წავალ ადიდას ვიყიდე და შემდეგ ხო ანუ ეს რაღაც სისტემაა ეგეთი აწყობილი და ეგეთი მოწყობა არის მაგრამ მე თუ პროფესია ჩემი დავკარგე როგორც მონაცემთა მეცნიერება და კოდი დაწერა ამან იმედს ვეღარ ვიყიდი ვერც იმ ფეხბურთზე ვეღარ წავალ და ვერც ვაფშე ინტერნეტს ფულს ვერ გადავიხდი რომ იმაში რა ქვია ინტერნეტში ვუყურო ფეხბურთს და მე სხვა პრობლემების წინაშე ვდგებით რა და ამიტომ არის რომ ჯერ სანამ იქამდე მივალთ იმ ფიქრებამდე ჩემთვის ეგ არის რა რომ იმ ფიქრებამდე არ მივსულვარ მეც რომ სანამ ისეთ რაღაცებს დავფიქრდები რომ აი მამეთ რას ვერ ჩაანაცვლებს ის იმის რასაც ანაცვლებს ეხა ნელ-ნელა და ნუ powerful ხდება მაგის რაღაცა ლაურების საშუალებები თუ არ მოვიფიქრეთ ისინი აღარაა უკვე რელევანტური ვეღარ უყურებს ფეხბურთს რაღაცა მილიონობით ადამიანი რა ეგ მაგ პრობლემამდე მივდივართ რა და მაგიტომ მე მგონია რომ პირველ რიგში აი ეგ რაზეც უნდა დავფიქრდეთ არის რომ მოდი აბა პროფესიები როგორ გადავანაწილოთ ისე თუ რაღაცა რომ ისევ ეს რაღაცა ეკონომიკა ხო რაღაცა ზედაფუძნებულია ხო ანუ თუ შენ ის ხალხი გაგიქრა ვინც პატარ-პატარ რაღაცებს აკეთებს და რუტინულ რაღაცებს აღარ აკეთებს და რა ვიცი ის იყო რა ქვია ამერიკის მაგალითი ის იყო რომ ტრამპი რომ მაგალითად იმებს რა ქვია არალეგალებს რომ იმაშობა რა იქ რომ შენ ჯახვიდე და ნახო ერთხელ მაინც თუ ხარ ამერიკაში ნამყოფ მივხვდები რომ არალეგალების იმდენ საქმეს აკეთებენ იქ რომ ეგენი რომ იქ უბრალოდ ადგე და იმას აკეთებ ჩამოიშლო თელის იმიტომ რომ ის მე ის ყიდულობს რაღაცას ის იწეს Amazon-დან თუ ის delivery-ზეს ეგეთი ტიპი მუშაობს და უფრო ნაკლებს უხდი რა და ვიღაც ტიპი რომელსაც ის აქ მოქალაქეობა აქვს ვაფშე არ მუშაობს მაგ ნაწილზე და ვერ იმას ამიტომ ეგ სისტემები ხო ეგრე მუშაობს რა და შენ თუ აქსანა ჩვენ მიხედებით ხოლმე ახლა ზედა ნაწილზე რომელიც არის მაგალითად ფეხბურთს ყურება თუ რაღაცა რა და უფრო შემოქმედებით რაღაცა მაგრამ შენ თუ ეს ქვედა ნაწილები ჩამოგეშალა ის ეგრევე არის პირამიდის პირველი ის არის ეგრევე ტკაპ და დაინგრევა რა და ამიტომ ეგ მაგნაწილებზე ვართ ჩემი აზრით კონცენტრირება მაგაზე უნდა მოვახდინოთ რომ ეს ნაწილები და მე სადღაცამდე მივალთ რომ აბა რას ხო და ეგ ნაწილი ხო ჩამოგრევის საფრთხის წინაშე დგას კი რავი თუ რაღაცები არ შეიცვალა ეხლაც აი რომ ამ საუბარში ალბათ ერთი 5 ჯერ შემეცვალა აზრი რომ არა კარგი ალბათ კარგის კებიდის მაგრამ არა საშინელებასკენ მივალთ აი ეხლაც ამ საუბარშიც ბევრი შემეცვალა რა ძალიან ეგრე ვარ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება უფუნქციოდ რა მალე ანუ ალბათ 60% თუ არ ვიცი ამდენი შეიძლება სოფლიო მოსახლეობის და ეგ არ ვიცი ეგ ფუნქციები საპოვნელია რა არ ვიცი ხა კაცობრიობაც ხო ვითარდებოდა და რა ვიცი ხა რაღაც გამოვიგონეთ არ ვიცი მანქანა უკეთესი გადადგმების საშუალებაა რაღაცა ის ხო მაგრამ აქამდე როგორი განვითარებების ისენიც ჰქონდა იყო რომ რაღაცამდე მოვედით და ეხა ეს სისტემა ესე მუშაობს და ეხლა ამ სისტემას უქმნის რა ეს ამ საფრთხეს რომ აი ვიღაცები უნდა მუშაობდნენ რომ მე ეს ვიღაცები მუშაობდნენ რომ მე რაღაცა და ეს სისტემა ალბათ ნელა რაღაცა ფორმირდება ოღონდ სად ფორმირდება როგორ ფორმირდება არ ვიცი მაგრამ მე რასაც ჩემი მხრივ ვაკეთებ არის ის რომ ამ სისტემაში ვიპოვო ჯერჯერობით რაც მე knowledge მაქვს ახლა ცოდნა რაც მაქვს რომ ვიპოვო ისეთი
შეხების წერტილები, სადაც მე AES-საც გამოვიყენებ, მაგრამ მე ვიქნები ის ტიპი, ვინც ამას რაღაცა ჭანჭაკებს გადაუჭერს, მიმართულებას მისცემს, გაიდენს გაუკეთებ რა. და თუ ფიქრობ, რომ აი ახლა რასაც ვაკეთებ, ამას მამეთ ჩემი გაიდენსი აღარ ჭირდება. ეგრევე რაღაცას ვეძებ, რასაც ჩემი გაიდენსი ჭირდება. ანუ additional რაღაცას რასაც ჭირდება და თუ ეგრე განვითარდებით ადამიანები ყველა ალბათ რაღაცა სისტემა უბრალოდ ისე შეიცვლება, რომ ეგეთ რაღაცებს ვიპოვით და აი ეგ მაგ იმას უბრალოდ ახლა საფრთხე ისე რომ სწრაფად ვითარდება და მაგალითად ფიქრის დრო არის. დღევანდელ დედამიწას შეხედო მაგის ოპტიმიზმი ნაკლებად გექნება რა. ანუ რამდენ დარგს ჩაანაცვლებს რა ახლა თან რობოტიკაც რო განვითარდება და ხელოვნური ინტელექტი მიებმება. კაი თქვა აი 20 მომდენო 20 წელი ავიღოთ, იმიტომ რომ იმას ფიზიკურად დაჭირდება რობოტების კეთებას. აი სოფლის მეურნეობა მთლიანად ჩანაცვლდება, რაღაცა კვების ინდუსტრია მთლიანად ჩანაცვლდება, რობოტი გააკეთებს fast food-ის ბურგერს, კაი შეიძლება მაგარი შეფი ვერ ჩაანაცვლოს, მაგრამ ანუ მოხდები იმდენ რაღაცა მანქანები თვითონ ივლიან. კი. ავტობუსები თვითონ ივლიან, ანუ რაღაცები არა განსაცმელსაც თვითონ შეკერავს ქარხანა, რომელიც ავტონომიურად თლიანად, აი მე მგონი თუ სწორად მოსს იაპონიაში კეთდება რაღაც ეგეთი ქალაქი, ცალკე რაღაც დასახლება გააკეთეს, რომელიც თავიდან ისე და პროექტორ სრულად ავტონომიური იქნება. ანუ მანქანა თავის არ ივლის, დელივერი თავის არ მოვა და სულ რაღაც სახში ამოდის რაღაცა დელივერი წარმედიან და რაღაც ეგეთი რა. ანუ ეგეთი დასახლებები კეთდება უკვე, ანუ მანდარიან უკვე რა. ხო. ხო და მან უფრო ცოტა როლი რჩება ხა. ხო, ყველა შემოქმედებით ვერ გახდება, ანუ შემოქმედებით გულისხმობ სპორტი ან ერთმანეთს სანახაობას ვინ შესთავაზებს ადამიანურ სანახაობას, იქნება სპორტი თუ პოდკასტი თუ მუსიკა თუ რაღაცა, ის კიდე შეიძლება ამ გადმოსახედიდან საჭირო დარჩეს, მაგრამ ყველა ვერ იზავს მაგას. ხო, მაგრამ აი საჭირო დარჩეში მაგას ვიძახი რა. საჭირო დარჩეს არის რომ ერთი რაღაცა ის არის, მაგრამ აქეთ ხარ თუ ვიღაცები საჭირო აღარ იყვნენ და ეს გაქრა, ამ ტიპს bare minimum რაღაცა აი ის ხوارი რომ დავი შენ საქმეს აკეთებ გიყვარს, მაგრამ რაღაცა შემოსავალი თუ რაღაცა თუ არა გაქვს მაგედან მე რავი ვეღარ გააკეთებ იმ საქმეს, იმიტომ რომ ვერ შეჭამ მაგალითად და მაგითო რა ვიცი, შეერი ვერ ირბენ მინდორზე რა. და ეგ ამ ეკონომიკაზე დაყრდნობილი ტიპი არის და ამას თუ არ უშველეთ, ამასაც ვერ ვიზავთ. ამიტომ მე მგონია რომ თუ ეგრეთი განვითარების ეტაპებზე წავედით, რავი, ერთი რაც შეიძლება გაკეთდეს არის ის, რომ მართლა ყველა ეს დიდი ტიპები ადგენენ, შეთანხმდნენ, რომ არ აწყობთ თვითონაც. ანუ თვითონ როგორი ეს ეკონომიკური სისტემა მაგრად აწყობთ თვითონ, იმიტომ რომ ეს ფავერი აქვთ და რაღაცა გავლენები აქვს, რომ რავი, გაყიდონ ის და ფული შევს და ილონ მასკი იმიტომ არის, რავი, ამდენი ის, რომ რავი, სტოკებს ყიდულობთ ჩვენ იმისას, ხო? ანუ ეს სისტემა მუშაობს და ამათვის კარგია და თუ ეს სასტავი ეს ბჭყალებში, ხო, ეს სისტემას დაანგრევს, ხო? ხო, შეთანხმდნენ, რომ მოდი ამის იქით არ წავიდეთ. იმიტომ რომ აი, როგორ ის არის, იცი მაგალითი, უფრო ისეთი მაგალითი რა ვიღოთ, ატომური ბომბის მაგალითია რა. ატომური ბომბი რო გაქვს ამასაც, ხო? ამან თუ ისროლა, ესეც იცის რომ ამას იცის და შო დაგვერხევა. ეგეთ რაღაცა ეკვილიბრიუმამდე შეიძლება მივიდეთ, რომ აქამდე უკვე ატომური ბომბები გვაქვს, მეგობრებო, ციფრული ატომური ბომბები გვაქვს და ამის იქით თუ წავალთ, ჩამოვიშლებთ. აფეთქდება შენს, მეც, ანუ შენ თუ წახვალ, მეც უნდა წამოვიდე. იმიტომ რომ შენ წახვიდე, მე არ წამოყევი, წავაგებ. ამიტომ არ წავაგებ და ამიტომ ეხლა შენ აქ ახარ, შენც აქ ახარ და რაღაცამდე რომ მივალთ, ალბათ ისევ მაგ ეკვილიბრიუმს დაუბრუნდებით, როგორც ატომურ ბომბებზე არის და შევთანხმდებით კაცობრიობა, რომ ამის იქით წასვლა არ გვინდა, არც რობოტი გვინდა, თუ არც რაღაცა ის გვინდა და კი, ვიყენებთ, მაგარია, ეხლა რაღაცა იმაშვიდეთ, მაგრამ აი ეგ გავჩერდით. და ხო რაღაც მე უკვე რაღაც სხვა რაღაცებზე ვიფიქროთ, არ ვიცი, აი მეცნიერებაში ეხლა კარგი რაღაცები, კარგიზეც რო ვილაპარაკოთ, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები რაც შეიძლება გაკეთდეს, არის რომ მეცნიერებაში ახალი გამოგონებები შეიძლება გაკეთდეს ამითი და ეს ხო რაღაც მონაცემთა დამუშავების ბევრად უფრო აღმატებული ტიპი არის და კიბორწამალი რაღაც, ანუ კარგი რაღაცები შეიძლება იმას ეკნას რა, პროსტა მე მან ხო ხდები შეიძლება აუცილებლად იზავს კარგსაც. უეჭველი იზავს და მაგითო თუ იმ ეკვილიბრიუმზე შევთანხმდით, რომ მოდი ეს კარგები გავაკეთებინოთ და აქ გავჩერდეთ. ეგ იქნება ალბათ ერთადერთი რასაც მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გამოსავალი დავარქოთ. თქო, მანდაც ხო ხდები მე ის არის რა, სამყაროც ეგრე მუშაობს, რომ მე გავიზრდებით ზომაში ადამიანები მაგალითად გაიზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა, ხო? ან რაღაცა ეგეთი და მე სხვა რაღაცა ისეთი რა ქვია, ნივთიერებებზე პრობლემები გაჩნდება, რომ მაგალითად რავი, საკვები აღარ ყოფნის ან რაღაც, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება აქედან გაჩნდეს რაღაცა, რომ მაგის გამო solution მიპოვოთ, ან ილონ მასკი ბოლო-ბოლო წავიდეს და ამ მარსზე დავსახლდეთ ბოლო-ბოლო. ან ამ
ილონ მასკი შეიძლება ვერა, მაგრამ ილონ მასკი ბჭყალებში თქვი რომ მაგის რაღაცა შემდეგი ისა, ხო? ანუ მოკლედ ეს კაცობრიობა ვითარდება და ეხლა წარმოიდგინე შენ რო გეკითხა 100 წლის წინ ვიღაცისთვის, აბაო ეხლა საწარმოგიდგენიაო 100 წლის მე რომ ესენიო ამასთან ახლოსაც ხო არ იქნებოდა რა და მეც გონია რომ მე და შენ კი საუბრობთ ეხლა და რაღაცებზე ვართ, მაგრამ წარმოდგენა რომ შეიძლება 20 წელიწადში გადმოვიხედოთ მე და შენ და თქვათ რომ რა ვიცი რას ვლაპარაკობთ საერთოდ რა, იმიტომ რომ არ ვიცით, მაგრამ მე მგონია რომ საშიში, ანუ ძალიან მაგარი ეპოქაში მოგვიწია, ცხოვრება ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით. ახლა ლავირების და ძალიან მორგებადი ტიპი უნდა იყო, რომ ცვლილებისადმი ადაპტირებადი მარტივად იყო, თუ ეგ არა ხარ უკვე რთულია, უკვე ძალიან რთულია, მაგრამ რავი, აქეთ რომ კარგები ხდება, ცუდიც რო ხდება, კარგიც რო ხდება და ისევ იმ ატომურ ბუმსაც აქვს კარგი რაღაცებიც ხო, რა ვიცი, ენერგიის და რაღაცის ნაწილები. ცუდიც აქვს, ოღონდ ეს ცუდი თუ ამასაც აქვს და უაჭველი აქვს ამასაც და ამასაც. მე ეს რაღაცას თანხდებით, რომ ეს რაღაცა საერთო ის გვაქვს, კაცობრიობას, რომ კი კონკურენცია, ოღონდ სადღაცამდე. და მე ვიცით, რომ ამას თუ გავწვდით, ეს არსებული სისტემები ჩამოინგრევა და ესენიც უკვე ყველა სფეროზე იყიდება. ეხლა წარმოიდგინე, რომ თუ შენ დარჩა მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე თუ გადარჩა, გამოულა და მე AI-ს რავი, დაშლიან იმ დატა ცენტრებს სადავთ, აფეთქებენ იმისავით, ხო? ანუ ვაფშე ქაოსი დაიწყება, ხო? ამიტომ იცის ამ ხალხმა ეგ რა, ჭკვიანი ხალხია და მაგას დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ფიქრობენ მაგაზე. ამიტომ ალბათ თუ სადღაცამდე მივლენ, ალბათ იმ ეკონომიკას თავისი მოგებების ზდიან ეხა, ხო? რავი, თავის კომპანიების იმებს ზდიან რაღაცა და მე სადღაცამდე ალბათ შეჯერდებიან. ოღონდ ეგ მე რეებს გამოიწვევს, რომ შეჯერდებიან იმის მე რა ხდება. რომ აი აქ რა მივიღეთ, აბა აქეთ რა მივიღეთ და რაღაცა, ეგ ამ განმსახედიდან რთული სათქმელია რა. კი ბატონო. კარგი. ტრადიციული კითხვები დარჩა, ბლიც კითხვები. ეს არის ჩვენი მაყურებლების მიერ, ცოცხალი ნამდვილი ადამიანების მიერ შედგენილი კითხვები და დაწერილი პრომპტები. ხო, რომლებიც მირჩიეს, რომ ეს კითხვები კარგი იქნებოდა ყველა სტუმარს კითხო. ერთი ადამიანი, ვისაც უნდა ვიცოდეთ ვინ არის და რატო. საქართველოს საზოგადოება. ზოგადად კაცობრიობიდან ალბათ ხო? ანუ ეგ ესეთი კითხვა რა, რთული კითხვა არის. მე მაგალითად ახლა თანამედროვეებიდან შეიძლება ვიღაცა თქვა, მაგრამ ეგეთი ერთი ტიპი თუ უნდა გამორჩიო, შეიძლება ნიუტონი თქვა მაგალითად. იმიტომ რომ აი რაღაც როგორც მონაცემთა მეცნიერი რომ დაფიქრდე რომ იმ ეპოქაში რეები, ასე ვთქვათ, აღმოაჩინა ჩათვალე რომ პატარა მონაცემთა მეცნიერი იყო, ოღონდ მაშინ მონაცემები რა იყო, სამყარო იყო რა და ამ სამყაროზე დაკვირვებით მიიღო რაღაცები. რამაც მე კიდე ეს შესაძლოა მოგცა რომ, რავი, ძალიან დიდი იმას გვექნა. ხო და სადღაცას რო გაიჭე და ბჭყალე სასწავლო მომხმარე დადგა და კალკულუსი მოიგონა რომ ისინი აღმოიხსნა, ხო? რაღაცა. ამიტომ რავი, თუ კაცობრიობიდან ალბათ გამოვარჩევდი, ალბათ ნიუტონს გამოვარჩევდი და იმიტომ რომ აი მე მგონია რომ მაშინდელ ეპოქაში მაგარი AI ტიპი იყო რა, მონაცემთა მეცნიერი იყო, მაგრად ამუშავებდა მონაცემებს რა. კი ბატონო, რა არის შენი პირველი მოგონება, რაც გახსოვს? მაგაზე რომ მიფიქრია, ეგეთი რაღაც არის, რომ რაც უფრო და ამ ეპოქამ იმასაკნა რა, ეხლა მამაჩემს და დედაჩემს მაგალითად რო კითხო, უფრო ახსოვთ ძალიან ქვედა მოგონებები, ვიდრე მე მაგალითად ძალიან პატარა ასაკში და რატო? იმიტომ რომ ამ ციფრულ ეპოქაში, ამ ბევრი ინფორმაციის ეპოქაში უკვე იმდენი ინფორმაცია შემოდის ამ გონებაში, რომ რაღაცები იმას გიშვება რა. მაგრამ მაინც ისე რომ უპასუხო მაყურებელს ერთი ძალიან ჩაბეჭდილი რომ აქვს, მე ვთამაშობდი ჭადრაკს ბავშვობაში და აი პირველ კლასში მე უკვე რომ მასთან ცალკე მწვრთნელთან დავიწყე, ასე ვთქვათ, სიარული კლასშიც მქონდა ჭადრაკი და ნუ ეხლა მე ცალკე მწვრთნელთან დავდივდი, რა თქმა უნდა ვიღაცებს ჯობდი კლასში რა და მასწავლო მოგცა ამოცანა და მე ხა მაშინ როგორც ესე მეორე კლასელი თუ რაღაცა ძალიან სწრაფად ვითომ ამოხსენი, მივიტანე და აი ესე დიდად დამიწერა ორიანი რა. არასწორი ამოხსენი მივიტანე, რომ ანუ იმდენად მაშინ როგორც ვიყავ თავდაჯერებული ვითომ თუ რაღაცა რომ მე ვიცი და რაღაცა რომ ანუ მარტივ ამოცანაზე უცბად რაღაცა სხვა ის გავაკეთე და ესე დიდად დამიწერა ჩემი პირველი და მე მგონი აღარც მახსოვს ის მე მივიღე თუ არა ეგ ორიანი, მაგრამ აი მაგრად მაქვს ჩაბეჭდილი რა, დაჟე კადრად მახსოვს როგორ მივედი მასწავლებლთან და როგორ გავუბრუნდი უკან დავჭერი ჩემ ადგილას რა. ეგ რაღაცა ისე მაქვს კადრად ჩაბეჭდილი. გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლეს თუ გჯერა?
მე ეგეთი ეს ამაკ მან რომ მე მგონია რომ ყველას გვინდა რომ გჯეროდეს და მე მგონია რომ რაღაცა მხრივ რაღაცა ფორმით რაღაცის მჯერა, ოღონდ რის მჯერა მაგაზე რომ მკითხო არ მაქვს პასუხი რა, რის მჯერა რომ რა ვიცი ესე კონკრეტულად რომ რა ვიცი 60 არსებობს თუ რაღაც არსებობს, ეგეთი პასუხი რა თქმა უნდა არ მაქვს, მაგრამ რაღაცა ფორმით ამ რაღაცის გაგრძელების მჯერა რა. რაღაცა იქნება. იმიტომ რომ რა ჩემი ეს ისევ ენერგიის მუდმივობის კანონის მას ვეფუძნები რა, ისევ მეცნიერებას რომელიც ამას რომ ენერგია არის მუდმივი და შენ ეს ენერგია რომ რაღაცა იმას შვება, რაღაცაში გადადის მე. შეიძლება რა ვიცი, შეიძლება მართლა მიწაში გადადის თუ რაღაცაში, მაგრამ მე რაღაცა იბადება და რაღაცაში გადადის რა. რაღაც ფორმით სიცოცხლის ალბათ მჯერა. მაგრამ ხო კონკრეტულად რისი რომ მკითხო, მაგაზე პასუხი გამიჭირდება რა. კარგი და ბოლოს შეკითხო რა არის ცხოვრების აზრი? ხო, ეს ესეთი ფუნდამენტური რთული კითხვა, მაგრამ ჩვენი ამ ლაპარაკებიდან გამომდინარეც და იქიდან გამომდინარე მე როგორც უყურებ, ყველასთვის ალბათ არ არსებობს, მე მგონია რომ არ არსებობს ესეთი ერთი კონკრეტული არსი რა. ყველა ადამიანი რაღაცას პოულობს ამ თავის გზაზე და ეგ ქმნის ზუსტად საინტერესოს თუნდაც იმ ჩვენაც ვილაპარაკეთ მანამდე რომ სამყაროსაც ეკმის საინტერესოს რომ ყველას რო თავისი რაღაცა არსი აქვს ეკმის რა და ჩემიდან გამომდინარე არის ის რომ ნუ პირველ რიგში არის ხოლმე რომ შენთვის გარშენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებს რაღაცებში დაეხმარო და უფრო ბედნიერი გახადო ეგრე მგონია რა შენთვის მნიშვნელოვანი შეიძლება მეგობარი ოჯახის წევრი და შემდეგ მაგრამ ცოტა უფრო ფართო ცნებით თუ შევხედავ არის ის რომ და მე რაცაც მინდა რომ მივაღწიო და ვიტყვი რომ აი კარგი რაღაცა გამიკეთები არის რომ სხვებს მისცემ მაგის საშუალება. ანუ არა მხოლოდ რაღაცა შენ გარშემო ყოფ რაღაცებს და მათ შორის მე მგონია რომ შენ რასაც აკეთებ ერთ-ერთი ეგეთი გამოხატულებაა, რომ სხვებს დაეხმარო მისცე იმის საშუალება რომ განვითარდნენ. და ამ რაღაცა ის იყო რა ნათელი წერტილი იყო რაღაცა მათ მიმავალ გზაზე და შეიძლება შენმა ერთმა თუნდაც პოდკასტმა ან რაღაცა იმან რომ მაგალითად ვიღაცას იქ ინტერნეტი ჩაურთეს რაღაც მაღალმთიან რეგიონში თუ რაღაცა ისეთ ადგილას იმ ერთ ადამიანს თუნდაც ისე შეუცვალოს რადიკალურად ცხოვრება და ისე დაულაგოს რაღაცა რომ ეგ იყოს რა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმატებული რაღაცა რაც უფრო მეც გავაკეთებ მით უკეთეს მაგრამ ერთიც კი რომ ეგეთი შეცვალო ჩემი აზრით ეგ უკვე ძალიან მაგარი შეგრძნება რა და ჩემი მიდრეკილებაც იმისკენ რომ თუნდაც რა ვიცი ლექტორი ვიყო თუ რაღაცა ეგეთ საქმიანობაც ვაკეთო პარალელურად ჩემი საქმიანობისადმი მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ფინანსურად სულ არ იყოს ეგ მომგებიანი ეგ არის რა რომ ეგ მეტი შესაძლებლობა გააჩინო ადამიანებისთვის რომელიც შენ გზას გადიან რა შენს გადიოდი იმ გზას და ჩემთვისაც ეგ ადამიანები მნიშვნელოვანი ტიპები იყვნენ ვინც ეგ ნათელი წერტილები მომცეს და რავი დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები რჩებიან ჩემთვის რა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ლექტორად ეხლაც კი, თავისუფლში ვასწავლე შესავალს მონაცემთა მეცნიერებაში, რომ აი კაკრას რომ რაღაცა გაიდენსი იყოს არატექნიკური ხალხისთვის არის სხვათა შორის ზოგადი საგანია და რომ გაიდენსი იყოს ამ სამყაროში რა, როგორ მუშაობს ეთლისტ მაგ ლეველამდე რომ იცოდნენ რა. კარგი, უღმეს მადლობა. მადლობა პირიქით. ძალიან საინტერესო იყო. ცოტა ის არის პანიკა არის ამ მართულებით და იმედია რაღაცებს გავეცით პასუხი და ვინც მოგვისმინა იმედია უფრო ოპტიმისტურად შეხედავს მომავალს რა. ოპტიმისტურად და უფრო ფრთხილადაც ალბათ. კი, ფრთხილად ოპტიმისტურად და მე მგონია რომ კარგი რაღაცებიც ბევრი მოხდება და ძალიან მაგარ ეპოქაში ვართ და უბრალოდ ამ ცვლილებისადმი ადაპტირებადები უნდა ვიყოთ რა. ხო, კი ბატონო. დიდი მადლობა ვინც გვიყურა, ვთქვათ რომ არხი გამოიწვიოთ, ვიდეო დაალაიქოთ და შევხვდებით ერთ კვირაში. მადლობა კიდევ ერთხელ.